მოგესალმებით. ვაგრძელებ ჩვენ საუბრებს საღვთო ისტორიის შესახებ, ანუ ბიბლიის შესახებ, ჩვენ შეგახსენებთ შეჩერებულები ვართ მოსე წინასწარმეტყველზე, მისი ცხოვრების მესამე ნაწილი უნდა დავიწყოთ, რომელიც როგორც წინა შეხვედრებზე აღნიშნე არის უკვე მოღვაწეობითი ნაწილი. მან გაიარა ერუდიციის საფეხური, მან გაიარა გამწვენდელობითი პერიოდი და იწყება მესამე პერიოდი. ეს არის მოღვაწეობითი პერიოდი, რომლის თავშიც დგას ის გამოცხადება, რომლის შესახებაც ჩვენ წინა ლექციაზე ვისაუბრეთ და სადაც აღნიშნული იყო ის დიალოგი მოსესა და ღმერთს შორის, რომელიც ქორების თასთან, ანუ ღვთის თასთან, ღვთის ხილვის თასთან გაიმართა. ამ დიალოგში შეგახსენებთ, რამდენიმე შემადგენელი ჰქონდა, უწინარეს ყოვლისა ეს დიალოგი გახლავთ მიმანიშნებელი იმაზე თუ რა არის ის, რაც მონოთეიზმის არსს წარმოადგენს, პრინციპია მონოთეიზმისა და შესაბამისად პრინციპია ნამდვილი ჭეშმარიტი ურთიერთობისა, ქმნილებისა ღმერთთან. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ აი ამ პრინციპიდან გაქცევა, ამ პრინციპის მიყურადება და სხვა მიმართულებით აზროვნების წაყვანა უპირობოდ ერთნიშნულად იწვევს კეთილთაყვანისმცემლობის დაწყებას. და კეთილთაყვანისმცემლობა ეს იმგვარი მოვლენაა, როგორც ადამიანის კერძო, ასევე საზოგადოების ზოგად ცხოვრებაში, რომ უკვალოდ არ ქრება, გამორიცხული აბსოლუტურად, არ ქრება უკვალოდ და ძალიან მძიმე შედეგებით იჩენს თავს და როგორც წესი ამ მძიმე შედეგებს მოყვება ხოლმე ის ტკივილი, რომელიც ტკივილსაც ხსნა მოყვება ღვთისაგან, თუ ეს ტკივილი, ეს სულის ტკივილი შეამჩნია საზოგადოებამ და პირობებამ. ჩვენ ამ შემთხვევაში თავისთავად ნელ-ნელა გავივლით, შევეხებით, უბრალოდ არსობრივი მინდოდა აღმენიშნა და შემეხსენებინა, რასაც დღევანდელ ლექციაში დავიჭირვებთ, რადგან უფალი ახ როგორ არის ისეთ თხრობას, სისტემურ თხრობას ოდნავ ცილდება მოსევინაიდან რაღაცეების გამეორება უწევს, უდაურ ეგზეგეტიკამ გამეორებას კი ჩააჩინდება ხოლმე და რაღაცა ხაზგასასმელად, რაღაცის ხაზგასასმელად მოიშველიებს ხოლმე, მაგრამ ზოგადად ქრისტიანული ეგზეგეტიკისათვის ეს გამეორებები არის უბრალოდ აზრის გაძლიერება და არა ჰიპერბოლიზება რაღაცა იდეის აზრის გაძლიერება და შესაბამისად მე ახლა აი ამ არ შევწუხდეთ ამ იმის და თითოეულ ამ აზრის გამეორებაზე თავიდან ბოლომდე არ დაუბრუნდე და გამეორებები არ მოგვიწიოს, მე ხანდახან მომიწევს ხოლმე წინ წასვლა, უკან წამოსვლა ტექსტის თხრობასთან მიმართებაში, ამიტომ ეს რაღაცა სუნელისათვის გასაკვირი არ იყოს. შესაბამისად ეს მონოთეიზმის პრინციპი, რომელიც დაფიქსირდა იმ დიალოგისას, რომელზეც წინა ლექციაზე ვისაუბრეთ, სადაც თქვამია, რომ ღმერთი ეუბნება, რომ მე ვარ მხოლოდ არსებობის პრინციპი, არსებობის წყარო, არსებობის მიზეზი ჩემშია და ჩემი არსებობის მიზეზი ჩემშია და შესაბამისად შენარჩუნებულობა, აი რაღაც საზოგადოების აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ შეინარჩუნოს თავის თვითყოფადობა, უნდა უკავშირდებოდეს სწორედ აი ამ საწყის, აი ეს ყველაფერი განმეორდება ცოტა მოგვიანებით ისევ ღმერთის მიმართვაში მოსესთან ასეთი სიტყვებით. მე ვარ უფალი. მე ვაკეთებ ამას. ან თქვენი კი არ აკეთებთ ამას, მე ვაკეთებ ამას. ჩემია ხსნა, ჩემია თქვენი შრომა, ჩემია თქვენი გამოყვანა ეგვიპტიდან, ჩემია თქვენი შეყვანა არქულ მიწაზე. ამას ყველაფერს ვაკეთებ მე. სად აკეთებს ამას ღმერთი? სად შეიძლება ამის დანახვა? ნუ შეიძლება პასუხი იყოს ასეთი სასწაულებში, რომელიც შესაძლოა ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბროთ 10 სასჯელის სახით ეგვიპტეში. კი ბატონო, შესაძლებელია ვიფიქროთ ასეც, მაგრამ შემდგომ სად აკეთებს? შემდგომ როდესაც ისრაელი ჩამოყალიბდება, როდესაც ისრაელი ასე ვთქვათ თავის სახელმწიფოებრივ ნიშნულებს მიიღებს. მანამდე რაღაცა მოხდება, ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ შემდგომსაც აღარ აქვს ჩვენ ასეთი სასწაულები, ასეთი გამოცხადებები. გვაქვს სასწაულები როგორ არა, მაგრამ ამ სიუხვის აღარ აქვს. მაშინ როგორ აკეთებს ღმერთი? ჩვენ ამას ცოტა მოგვიანებით ვიტყვით. აკეთებს იმ ურთიერთობის, ურთიერთობაც იბადება ქმნილებასა შემოქმედს შორის, მაშინ როდესაც ქმნილებას აქვს ჭეშმარიტი დამოკიდებულება შემოქმედისადმი. ანუ არ ეშლება ეს ღმერთი სხვა ღმერთში. ამიტომაც ღმერთი ასე იტყვის, მე გამომყავ ხარ თქვენ. ისრაელში გაჩნდება ასეთი ცდუნება, ძალიან საინტერესო სახის ცდუნება, რომ ისრაელი გამოიყვანა მოსემ და არა ღმერთმა. აი ეს იქნება დასაწყისი კეთილთაყვანისმცემლობის სწორედ. ეს იქნება ყველაზე საშიში, რომ მოსე წინასწარმეტყველი იყოს ისრაელის გამომყვანებელი ეგვიპტიდან და არა ღმერთი. ისრაელს უნდა ახსოვდეს, ღმერთს გამოყავს და არა მოსეს. შესაბამისად ჩვენ ცოტა მოგვიანებით ნახავთ, ახლა არა, მაგრამ მოსეს მოღვაწეობის მიმწუხრისას ნახავთ, რომ მოსეს პიროვნების საოცრება სწორედ ეს არის. რომ ის ყველაფერში ხედავს ღმერთის ხელს, ღმერთი აკეთებს ამას. და ერთი კიდე
კაზუსი, რომელიც აი ამ მოღვაწეობაში ჩეს თავს, მეგობრებო, გახლავთ ის, რომ ხალხს ეწოდინება, რომ მოსე გამოაგზავნა ღმერთმა. და საზოგადოება დაიყოფა ორ ნაწილად. ერთი ნაწილი, რომელიც მოსეს ღმერთისაგან გამოგზავნილს კი არა. აი გაღმერთების იდეით, აი ამ რაღაც ფანატიკური იდეით დაუკავშირდება და მეორე ნაწილი, რომელსაც დაავიწყდება, რომ ღმერთმა გამოგზავნა მოსეს და მოსეს აუჯანყდება. ანუ პრინციპია მთავარი, რომ ღმერთმა გამოგზავნა ნიშნავს, რომ შენ ყურადღება უნდა მიაქციო ღმერთს, ანუ ღმერთს მიაქციო ყურადღებას და ნიშნავს, იცხოვრო ისე, როგორც მოგიწონდა ღმერთმა. აი ასე თუ ცხოვრობ, მაშინ არც ერთ უკიდურესობაში აღმოჩნდები და არც მეორე უკიდურესობაში. რატო ვამბობ ამას? დღეს ძალიან აქტუალურია ეს და იმიტომ. დღეს ეკლესია არა მარტო დღეს, ზოგადად ისტორიულად, მაგრამ განსაკუთრებით დღეს ჩვენს რეალობაში შეიმჩნევა მსოფლიო ეკლესიაში, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ რეალობაში შეიმჩნევა ეკლესიის დაპირისპირების ორი მიმართულება. ერთი სოციალური, მეორე პოლიტიკური. ნაწილი ითხოვს ეკლესია გახდეს სოციალური ინსტიტუტი, ნაწილი ითხოვს ეკლესია გახდეს პოლიტიკური ინსტიტუტი. ავიწყდება მთავარი, რომ არც ერთი ეკლესია და არც მეორე. ჭირდება ერთ ნაწილს დააბრალოს მეორე ნაწილის აგენტობას ეკლესიას და ჭირდება მეორე ნაწილს დააბრალოს პირველი ნაწილის აგენტობას ეკლესიას, რატო? იმიტომ რომ ორივე მხარეს, ისე როგორც საზოგადოების ის გაყოფილი ნაწილი მოსესთან დაკავშირებით, რომელიც გითხარით, აინტერესებს ერთი რამე. აინტერესებს არა ის ამის საშუალებით ღმერთთან როგორ მივა. არამედ აინტერესებს ის ყველაფერი სათავისო, თავისი კერპთაყვანისმცემლობისთვის ერთის კერპი პოლიტიკა, მეორე კერპი სოციუმი, აი ამ კერპის მსახურებისათვის როგორ გამოიყენებს ამას ყველაფერს. თავისი ღმერთი ყავს. ამ ღმერთს ქვია სოციალური პროგრამა, ამ ღმერთს ქვია პოლიტიკური პროგრამა, ამ ღმერთს ქვია რაღაცა, რა ვიცი მე, რაღაცა მიმართულება, ან ფინანსური კეთილდღეობა, ან სოციალური თანასწორობა, სხვადასხვა სახელები აქვს ამ ღმერთს. შესაბამისად, აი ეს ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სთხრობას ვიწყებთ მოსეს მოღვაწეობის მესამე ნაწილზე არა იმ ნიშნით, რომ მოსე წინასწარმეტყველმა რაღაცა ზებუნებრივი ძალები არა, მოსე წინასწარმეტყველი არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელშიც ძალუმადი ხილვება საქმრო ძლიერება. ამით არის ის განსაკუთრებული, ამით არის ის ჩვენთვის ყურადსაღები, რომ ღმერთი განსაკუთრებით გამოჩნდა მასში. შესაბამისად, როდესაც მოსეს ღმერთი ელაპარაკება, ერთ-ერთი დავალება მოსეს ასეთი აქვს ფარაონის წინაშე ვიზიტის დროს. მოსემ ფარაონს უნდა უთხრას, რომ ისრაელი უნდა გავიდეს ღვთის თაყვანისცემად, არა იმიტომ რომ მოსემ თქვა ეს, არამედ ღმერთს უნდა ეს ასე. ჩემი პირუშუა ისრაელი, ჩემი შვილია ისრაელი, ჩემ ერად მივიღებ მას. აი ღმერთის ტერმინები, აი ღმერთის მე ნათქვამი ტერმინები ისრაელთან დაკავშირებით. მე განსაკუთრებით მინდა ამას ხაზი გავუსვათ, იმიტომ რომ ჩვენ ნახავთ, როდესაც ისრაელი ოქროს ხბოს ჩამოახსხავს და მეტარიალიზებას მოახდენს თავის კერპთაყვანისმცემლური აზროვნებისა, იქ ეს ტერმინი შეიცვლება, სხვანაირად გაჟღერდება და მოსე ამას ყურადღებას მიაქცევს. ამას თავის ადგილას უყურებთ. მაშ ასე ქორების თაზე წარმართული გამოცხადება, რომელიც სხვადასხვა ადგილას არის თხრობის სახით გადანაწილებული წმინდა წერილში, არსობრივად გულისხმობს ამას. ღმერთი არის არსებობის პრინციპი და ისრაელის არსებობა განსაზღვრულია იმდენად, რამდენადაც მას ეწოდინება, რომ მასში მეფობს ღმერთი. ჩვენ ცოტა მოგვიანებით მონარქიის ინსტიტუტის დაარსებაზე დავიწყებთ საუბარს და იქ გაგვახსენდება ეს აუცილებელი მომენტი. ისრაელმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთი მამაა მისთვის, ხოლო ის შვილია ღმერთისთვის. ღმერთი მართავს მას. როგორ მართავს? სადღაც შუქი გამოჩნდება და ამ შუქში ყურადღებას მიიქცევს და ხალხში აშინებს კი არა, ღმერთი მართავს ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებამ უნდა იცხოვროს იმ ღირებულებებით, რა ღირებულებებით გაწერილი იქნება მათ ფასეულობით კონსტიტუციაში, იმ კონსტიტუციაში, რომელსაც 10 მცნების სახით, შემდგომ ჯულის სახით წინასწართან მიიღებს და ჩამოყალიბდება როგორც ნაციონალური ერთობა. ამას ცოტა მოგვიანებით შევეხებთ. მას ასე ღმერთი აგზავნის მოსეს თავის ხალხთან, იმ ერთან, რომელიც ღმერთის არის და არა მოსეს. მეორე რაც მინდა შეგახსენოთ, გახლავთ ის, რომ მოსე რამდენჯერმე შეეკამათება ღმერთს და ეს კამათი არ დასრულდება მანამ, სანამ ღმერთი არ გამოსხდება მას. მოსეს აი ამ შეპასუხების მთავარი მოტივი არის ენაბრგვილობა. ის ამას ახსახელებს ყოველ შემთხვევაში, რომ ენაბრგვილი იყო ის გუშინ და გუშინცი და ბაგი გახსნილი არ ქონდა და ამიტომ თხოვს ღმერთს თუ გააგზავნის მას. და ღმერთი ამბობს საოცარ ამის, განა მე არა ვარ, რომელიც ბადებს ადამიანს მუნჯს და მეტყველს, ყრუს და სვენის შემსლებელს, ხო? თქვათ გაგვახსენდება სახარებიდან ბრმას და თვალხილულს. ამ მოსეს ენაბრგვილობა ეს კი ისტორიულად რაღაცა მიზეზების გამოა, მაგრამ ღმერთის თვალთახედვის მიღმა კი არ მოხდა. არა, ღმერთმა ინება ასე რომ მოსე ენაბრგვილი იყოს. რატომ ინება ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მძიმე და აკასაცემი და პასუხი გაუცემელია. გავიხსენოთ ბრმად შობილის განკუთვნება.
მოწაფეები ეკითხებიან მოცხოვარს ასეთ რაღაცას. ვინსო და ამან თუ ამუშობლებმა რომ ბრმად იშვა. ანუ დამნაშავეს ეძებენ. და მოციქულთა მაშინ მოცხოვრის მოწაფეთა მთავარი მომენტი, მთავარი აზროვნების გამოსასწორებელი ეს გახდა რაც უპასუხა მოცხოვარმა. არც ამის მშობლებს დაუშავებია და არც ამ კაცს და აბა ბრმად რატო იშვა? მე მინდა ასე დაიმოდო. ღმერთს უნდა ასე თვითუმფლებრებია. რათა ღმერთი იყოს დიდებული მისით. მისი სიბრმავეს საფრთხო მხედველობის წინაშე დგას. ღმერთი აკეთებს ამას. დიახ, ბრმად უნდა დაბადებულიყო, უნდა ეტანჯა, უნდა ეწვალა და მე ედიდებინა ღმერთი. აი ამ ტანჯვისა და წვალების მიღმა რაღაც ძალიან დიდია შენახული ღმერთს ამ კაცისათვის, ამ ბრმადშობილისათვის. მოდი დავსვათ ერთი ესეთი კითხვა. ეს ბრმადშობილი მოციქული რატო არ ხდება? ქართლეს ეს ბრმადშობილი მოციქულისთან ვიზე ნაკლებად დაამოწმებდა მოციქულებმა სანამ დაიწყეს დამოწმება იესოს მესიანური ღირსების ამან ხმამაღლა ასე ვთქვათ, ისეთი რამე თქვა სინედრიონიდან გააგდეს და მაცხოვარმა ცალკე საუბარი მოაწყო მასთან. დატყვარი რიცხება ის მოციქულთა რიცხვში. ძალიან საინტერესოა. ესეც საფრთხო ხედვის, საფრთხო განგების, საფრთხო გეგმის ნაწილია. იმ გეგმისა, რომლის გეგმის მიხედვითაც ეკლესია მიდის და ეკლესია მოძრაობს. მასასე, აი ეს მომენტიც, რომ ღმერთი აკეთებს ამას ყველაფერს, მოსეს ენაბრგვილობაც ღმერთის არის. მაგრამ აი აქ წმინდა მამათა ლიტერატურაში განსაკუთრებით არის ყურადღება მიქცეული ის, რომ მოსე წინასწარმეტყველმა უნდა მოსე წინასწარმეტყველი გადმოგცემს. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღმერთთან ახლოს დადგენ? რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღმერთთან ახლოს მიხვიდე? ამისათვის საჭიროა ერთადერთი რამე. საჭიროა შენი უღირსება ბოლომდე შეიგრძნო. წარმოგიდგენიათ მოსე წინასწარმეტყველი, რომელიც ამბობს, რომ ის ამას ვერ გააკეთებს. სწორედ მაშინ, როდესაც ის ამბობს, რომ ამას ვერ გააკეთებს. მაშინ ჩდება მასში საფრთხო ძლიერება. გავიხსენოთ ა ブラ ამი რომ ლოცვის წინაშე რა სიტყვებს ამბობს. ახლა გავუბედე ლაპარაკი შენთან მე მტვერმა და ნაცარმა. წარმოგიდგენიათ ა ブラ ამი თავის თავს უწოდებს მტვერს და ნაცარს. მართალს კი არა. ვიღაცის მამას, ვიღაცის რა არის ხო მამა? არის ხო პატრიარქი, როგორ არა? ამხელა ოჯახი ებარა და ამხელა ქონება ქონდა, ამდენი მონამხევალი ხალხი. გადა არ ქონდა მის გააზრება? მაგრამ ის გარეგნული მხარე, რა გარეგნულ მხარეთაც ა ブラ ამს ხედავდნენ. ვერ ხედავდნენ ამ ხარის აი ამ ხარის გაჩუქებით ვერ ხედავდნენ თავარ ამას, რასაც ხედავდა ღმერთი. თუმცა ასეთი მდიდარი, ასეთი ძლევამოსილი, ასეთი გავლენიანი ა ブラ ამი თავს ტურად და ნაცრად მიირჩევს. ასეთი ერუდირებული, ასეთი საოცარი, ასეთი ღვაწლის დამდები, როგორც მოსია, თავს მიიჩნევს სრულიად უხეშად. აი აქ ჩნდება ხოლმე ღმერთი. ასეთებში ჩნდება ხოლმე ღმერთი. შესაბამისად ღმერთი ეუბნება მოსეს, რომ ლევიანი აარონი, ამას ხას უსვამს სატომხას და რატომ ამას ცოტა მოგვიანებით ვნახავთ, იქნება მისი ბაგე, ხოლო ის ღმერთი იქნება აარონისათვის. ცოტა მოგვიანებით ითქვის, რომ ის ღმერთი იქნება ფარაონისათვის. ესე ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ღმერთია მოსე აარონისათვის და ღმერთია მოსე რატო? მოსე ღმერთია მართლა თავისთავად ცხადი არა, აბსოლუტურად გამორიცხული. მაგრამ ამას ამბობს მინდა წელი, თვითონ მოსე წეს ამას. რას ნიშნავს ეს, რომ ღმერთია მოსე აარონისათვის, ღმერთია მოსე ფარაონისათვის? ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხო ავტორიტეტი იხილება მის მოღვაწეობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. რომ ის რასაც აკეთებს გარდა პიროვნული ნიშნისა, საფრთხო რამ განგებულება ამკიფრული მის მოქმედებაში. ეს მარტო მოსეს არ ეხება. ზოგადად გამოცხადების ფლობელს, ან და საღვთელმთავრო, აი ამ იერარქიის, აი ამ პატივის, ან ამ კადნიერების მქონე ადამიანებთან ახლავთ. გავიხსენოთ კაიაფა, ქრისტეს ჯვარცმა. კაიაფა მიწინასწარმეტყველი, რატო წინასწარმეტყველი იყო? თუ არა. მახარებელი პირდაპირ მოციქული პირდაპირ გვეუბნება რატო წინასწარმეტყველი. მღვდელმთავარი იყო. საღვთელმთავრო პატივით, საღვთელმთავრო ძლიერებით წინასწარმეტყველი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს იერარქია და აი ეს სულიერი გზა, აი ეს რაც აქვს ახლა კაიაფას სულიერი გზა ქონდა, მეთქი ამას ვერ ვიტყვი ვერანაირად, ახლა ეს ჩემ ბაგას ვერ დაწდება, მაგრამ ყურადღება მივაქცევ იმას, რომ აი ამას აქცევდნენ მამები ყურადღებას, რომ დიდი ვინც იყო, გამორჩეული ვინც იყო, ან და საღვთელმთავრო პატივში ვინც იყო. მისი კრიტიკით იყვნენ დაკავებული არა იმდენად, რამდენადაც ის ამ საღვთელმთავრო პატივს, ასე ვთქვათ, შეიფერებდა თუ არ შეიფერებდა, არა, ნებისმიერი კრიტიკის მიღება ჰქონდათ პატივისცემა ამ იერარქიული იმისა, რა ქვია, წოდებისა. აი ეს უნდა გაითვალისწინოს აარონმა და ეს უნდა გაითვალისწინოს ფარაონმა, რომ მასთან ლაპარაკობს არა მოსეს ხედავენ, არა, საფრთხო ავტორიტეტია იმ სიტყვებში, რა სიტყვებსაც მოსე წარმოადგენს. და კიდევ მესამე, ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კი ვთქვი, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა. ისრაელი იწოდება ღმერთის პირმშობლად.
ღვთისძეთი. შემდგომ ეს წინასწარმეტყველება, ასე ვთქვათ, განსულიერდება და ერთ-ერთი წინასწარმეტყველი ხმამაღლა იტყვის, როდესაც ხმა იყო ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა. გაიხსენებთ მაცხოვრის შესახებ არის წინასწარმეტყველება, მისიაზე აღსრულდა ეს წინასწარმეტყველება, როდესაც მაცხოვრი იძულებული ეგვიპტეში ჩავიდეს. როგორ ფიქრობთ, არ იყო მაცხოვარს არ შეეძლო თავის საფრთხეებით. მამას ძის მიერ სულიწმინდაში მოიწვია ისე რომ მაცხოვარს არ დაჭირვებოდა გაპარვა ეგვიპტეში. თავის დამოცხადებით შეეძლო. ჰეროდერას გააკეთებდა ღვთისმინდაში. მაგრამ ეს ყველაფერი საფრთხო ხედვის რაღაცა გეგმის ნაწილია. რატო ჩადის ღვთისმშობელი ბეთლემში? არ წერია წმინდა წიგნში ღვთისმშობელი ბეთლემში, იმიტომ ჩადის რომ დავითის ქალაქში უნდა იშვას მესი, არა, ჩადის იმიტომ რომ აღწერა. აღწერას დაემთხოვა იშვება. ეს საკითხის მეორე მხარეა. ეს აღწერას კი საფრთხო ხედვის ქვეშ არის. ეს ყველაფერი საფრთხო ხედვის ღმერთი აკეთებს ამას. მე ვარ რომელიც შობ ბრმად, მე ვარ რომელიც შობ თვალხილულად, მე ვარ რომელიც შობ მუნჯად, მე ვარ რომელიც შობ ბაგეხსლად, მე ვაკეთებ ამას. ყველაფერში ღმერთი იხილება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ გავიაზროთ ასეთი რამე. რომ ღმერთი ვერ იქნება თუ არ გააკეთებს იმასაც უნდა. ღმერთი გააკეთებს იმასაც უნდა. ადამიანის თავისუფლება სად იხილება? მე ან თანამავალი ვარ ამ გეგმისა, ან თანამწყობრი ნაბიჯით მივდივარ ამ გეგმის რეალიზებასაკენ, ანუ არ ვეწინააღმდეგები მას, რომელიც მაინც მოხდება, რომ მოკლან კიდევაც. საფლავად რო დადონ კიდევაც, თუ დაახტკება მუდით. ან და ვეწინააღმდეგები მისამ განგებულებას, ვეწინააღმდეგები მისას გეგმას. თითი ვეწინააღმდეგები. დაუბრუნდეთ ისიც დავიწყეთ ჩვენი ლექცია. ვეწინააღმდეგები ჩემი კერპების გაჩენით. ვაჩენ პატარა კერპებს და ამ კერპებს ვემსახურებ. როგორც გითხარით, ეს კერპი შეუძლებელი არ არის იყოს ხელითქმული, შეიძლება იყოს რაღაცა იდეოლოგიური კერპიც. მაშასე მოსე მოტრიალდება უკან სახლისგან, მოტრიალდება ერთადერთი რამის გამო, რომ დაბრუნდეს ეგვიპტეში და შეასრულოს ის მისია, რაც ღმერთმა დაავალა მას. მოსეს წამოსვლა ეგვიპტისაკენ რაღაცნაირად სხვაობს იაკობის წამოსვლისაგან, თავისი სიმამრისაგან, ამას მამები აქცევენ ყურადღებას, თუ კი იაკობი გამოიპარება, მოსე თავის სიმამს ასე ვთქვათ, კურთხევას გამოთხოვს, ეტყვის წავალ ეგვიპტეში, დავხედავ ჩემიანებს, ცოცხლები არიან თუ არა. არ ამბობს მოსე თავისი წასვლის დამტვირთვისას. არ ჩანს წმინდა წერილში, რომ სიმამს ამის შესახებ ელაპარაკა. პირადად მე არანაირი გამოცემა არ ვიცი ამის შესახებ, არც იუდაური წიაღიდან, არც ქრისტიანული წიაღიდან. ფიქრობენ ზოგადად, რომ მოსემ დამალა თავისი წასვლის დამტვირი მიზეზი. მოგვიანებით კი სიმამს ამცნო ის ყველაფერი რაც მოხდა და მე ვნახავ ჩვენ სიმამრე მართლა შეუერთდება მას და გარკვეული ნაწილი მისი მოდგმისა მოს ისრაელის წიაღში დარჩება და ისინი ისრაელში იცხოვრებენ და ამ იმას ტომს ყოველთვის ეცოდინებათ რომ ესენი არიან მოსეს სიმამრის ჩამომავლები და ყოველთვის ძალიან დიდი პატივით იქნებიან მოხსენიებული. სიმამრე დალოცავს მას მშვიდობით იარეო ეტყვის იოთორი და მოსე დგება და მოდის ეგვიპტისაკენ. მოდის ოჯახთან ერთად. ცოლი, ორი შვილი. აი აქ გზაზე ერთი საინტერესო ამბავი ხდება. აღმოჩნდა მეგობრებო, რომ მოსეს ერთი შვილი წინადაცვეთილი ყავს და მეორე არა. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. მოსეს აი ამას აქცევენ მამები ყურადღებას ძალიან ისიც, რომ მოსეს ერთი შვილი წინადაცვეთილი ყავს და მეორე არა. როგორ გამორჩა მოსეს ეს? როგორ გამორჩა მოსეს იმ აღთქმით აღბეჭდა თავისი შვილებისა, ერთი თუ აღბეჭდა და მეორეზე როგორ აღბეჭდა, რომელი აღთქმის გამოც მოსემ თავის დროზე ეგვიპტის წინააღმდეგ დისიდენტური მოძრაობა დაიწყო და ბოლოს იძულებული გახდა დაეტოვებინა ის. რანაირად მოვიდა ეს მოსეს. მოდით ცოტა ისტორიას წინ გადავავლოთ თვალი და გარკვეული მაგალითების შემდეგი იმიდანაც მოვიტანოთ. მოდი გავიხსენოთ მთელი ცხოვრება სამოთხის მიღმა მომტირალი ადამი. კვლელი გაზარდა. გავიხსენოთ ნოე. კამი გაზარდა. გავიხსენოთ ისააკი. ესავი გაზარდა. გავიხსენოთ იაკობი. ძმის კვლელი შვილები გაზარდა. მოსეს ამ შემთხვევაში აი ესეთი ლაფსუსი აქვს. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვნახავთ სამუელ საჯოს, განათლების საჯოს წინასწარმეტყველს სამუელს, რომელიც აი როგორ გითხრათ, აი ენით გამოუთქმელი პერსონაჟი წმინდა წერილში. ყოველად უღირსი შვილი. ყოველად უღირსი შვილი. ელი მღვდელმთავარი, რომელი მღვდელმთავრის და ერი მღვდელმთავარი ალბათ ბიბლიაში ძალიან იშვიათად იხსენიება. საოცარი მღვდელმთავარი იყო. უვარგისი მამა იყო. დავითმა კვლელი შვილები გაზარდა. სოლომონმა
ასევე რეგვენიშვილი გაზარდა, რომელსაც სახელმწიფო დაანგრია. და თუ გადავხედავთ წმინდა წერილს, ეს ხაზი არ ჩერდება. მიდის და მიდის. საოცარ პიროვნებებს დახავთ წმინდა წერილში, რომლებიც მამად არ ვართ. ვერ გამოდგნენ, ვერ რაღაცა ძალიან დიდი ლაფსუსი ჩდება ხოლმე ამ ადამიანების პირად ცხოვრებაში. მაგრამ დიდი მოღვაწეები არიან. ძალიან თუთამოს ყურადღება მივაქციოთ. ეს არის ბიბლიური ისტორია. ანუ საღვთო ისტორია, ანუ ის, რაც საღვთო ხედვის, საღვთო განგების, საღვთო დაშვების სულიწმინდისეულ გადმოცემას წარმოადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გაეშვერენ ხოლმე ის და ამან რა უნდა გააკეთოს, როდესაც შვილი ვერ გაუზრდია. დიდი ბოდიში. შეიძლება სწორედ ამიტომ შვილი ვერ გაუზრდია. მას სხვა მიზეზი იმალებოდეს, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი. აი მოსესთან დაკავშირებით ამბობენ, რომ იმდენად იყო გადაგებული თავის საქმეს, იმდენად თლიანად იყო მიცემული, არა მარტო მოსეს, ზოგადად ყველა ის ვინც დავასახელე, მაგრამ მოსესთან დაკავშირებით არის ეს ყველაფერი მაინც ამაიც ხაზგასმული, რომ აი ვეღარ იცლიდა, აი რაღაცა მიანდო ეს ყველაფერი თავის ცოლს, თავის სიმამს, რაღაცა იფიქრა ავტომატურად ჩათვალა, რომ ეს ასე მოხდებოდა, რა პირველი ბავშვი გერშომი ასე იქნა წინადაცვეთილი, ელიაზარსაც 8 დღის ასაკში წინადაცვეთილი, ან ელიაზარი წინადაცვეთილი არა. იმ დროს, როდესაც ის წინადაცვეთილი უნდა იყოს. ფიქრობენ, რომ ისმაელის ხაზში რაც იყო 13 წლის ასაკში წინადაცვეთა, ამას უცდიდნენ, ამას ამ წესით აღასრულებდნენ და მოსესგან ყურადღება მოკლებული აი ეს აქტი გადაიტანეს მეორე შულზე და 13 წლის ასაკში უნდა წინა დაეცეთა და ამას უსწრებდნენ. ყოველ შემთხვევაში ეფრემასური ასეთ რამეს ამბობს. ისრაელიანები, რომლებიც ეგვიპტეში იტანჯებოდნენ, მაგრამ მაინც წინა დაიცვლიდნენ. და მოსეს ოჯახში, რომელსაც შევიწროება არ ჰქონდა და შვილი წინა დაუწყვეტელი ყავდა, ასეთი ოჯახი ჩასვლა, ასეთი პიროვნები ჩასვლა ეგვიპტეში მოსეს ყველანაირ ავტორიტეტს დააკარგვინებდა. ამიტომაც ხდება ის ამბავი, რა ამბავიც მოხდება, რომლის შესახებაც ახლა დავწეროთ სიტყვას. მართლა ძალიან საინტერესოა ეს პირადი ცხოვრების მაგალითები. ძალიან საინტერესოა. მაცხოვარი ამბობს ასეთ სიტყვებს. რომ ძნელად სატვირთს აკიდებთო ფარისევლებს ეუბნება, ხოლო თქვენ ადამიანებსა თქვენ არ გინდა თითითაც მიეხმაროთ მას. აზია საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ძალიან ბევრი წესები ქონდა დაგროვებული და ამ წესებიდან გამოსავლის შესახებ არ იყო საუბარი. ეს წესები არაფრის თქმელი არ იყო. და ეს წესები დასთავარია ხალხს ეკუთვნოდა თვითონ ფარისევლებს კი არა. ფარისევლები რაღაცა გარკვეულ კასტად იყო წარმოდგენილი. აი მაგალითად, ახლა მე რო დავიწყო საუბარი არა იმას შესახებ, ეკლესია რას სწავლის, თქვათ, მუშობის, კურდობის, დებების შესახებ, არამედ დავიწყო საუბარი იმის შესახებ, მე როგორ მგონია ესა და რაღაცა ვინმეს ჭუის დარიგება დავუწყო. ეს იქნება ჩემი ძალიან დაბალი და ძალიან მძიმე სულიერი მდგომარეობის მაჩვენებელი. მე ამის უფლება უნდა მქონდეს. მორალური უფლება უნდა მქონდეს სხვას ველაპარაკოს სიწმინდეზე, სხვას ჩემი სახელით. შესაბამისად, აი ძალიან საინტერესო მომენტია ეს, რომ მოციქულების მიერ მომოციქულობა, მომუშაკება, სამყაროსი და ქრისტიანობის ქადაგების ერთ-ერთი თანამავალი მომენტი გახდა სწორედ ის ცხოვრობდნენ ისე, რასაც საუბრობთ. ნახეთ მისიონერობის მთავარი ნიშნული რა არის და ეს ძალიან თქო კარგად გაითვალისწინოთ. რომ როდესაც მოციქული ქადაგებს, ხვის სასვლელად კი არ ქადაგებს, უწინარეს ყოველს ელაპარაკება საკუთარ თავს. რაღაცას რო ადგენს, სხვას კი არ უნდა შენ უნდა გააკეთო ასე. არა, უწინარეს ყოვლისა თავის თავს ეუბნება, რომ მე მევალება ეს გავაკეთო ასე. თავად არის მაგალითი, ისევე როგორც ეს იყო ასე აბრაამის შემთხვევაში და ყველა წმინდანის შემთხვევაში. ამიტომ ეფრემასური ხაზს უსვამს, რომ აი ასეთ მდგომარეობაში მოსეს ჩასვლა ეგვიპტეში ყოვლა წარმოუდგენელი. მოხდება ერთი ასეთი ამბავი. რომ ცოტა საინტერესო რამე წერია წმინდა წერილში სეპტუაგინტის ტექსტი ეს გვეუბნება, მასორეტული ტექსტი მეორეს გვეუბნება, ერთი ამბობს უფლის ანგელოზე, მეორე თავად უფალი გამოეცხადება აი ამ ოჯახს და მოკლას დაუპირებს მოსეს. მოკლას დაუპირებს სწორედ აი ამის გამო, რომ წინადაცვეთილი არ ყავს შვილი. და წინადაცვეთას ჩაატარებს მოსეს ცოლი და არა მოსი. ეს არის უნიკალური ადგილი ბიბლიაში, სადაც ქალი ატარებს ამ რიტუალს. უნიკალური ადგილი, თუ გარკვეული ნაწილი მამებისა ფიქრობს, რომ სწორედ თავისი დანაშაული აქ იგრძნო მოსეს ცოლმა და თვითონვე დაიწყო დანაშაულის გამოსწორება და თვითონვე სასწრაფოდ გააკეთა ის რის გაკეთებაც ევალებოდა, მაგრამ ტექსტი გაცილებით მისტიურია და გაცილებით შინაარსიანია, ვიდრე მარტივად ქალის მიერ ამ რიტუალის ჩატარება. სისხლის სიძე ხარ ჩემი წინადაცვლით. აი ამ ქალის სიტყვები. ძალიან მისტიური ადგილია, ვინ არ ეცადა ამის განმარტებას, ამ ადგილის განმარტებას, ნუ იუდაური მისტიკა ძალიან შორს წავიდა თავის საოცრად, ახლა ამაზე მე დროს არ დავკარგავ, იმიტომ რომ ძალიან ისეთ
აი კაბალისტურ მოძღვრებაში გადავიდე. ზოგადად ეს გახლავთ ის რაც გრიგოლ მოსელმა შენიშნა. გრიგოლ მოსელი ასახავს. მოსე გახლავთ სახე-სიმბოლო ჭეშმარიტი აზროვნებისა, ჭეშმარიტი რელიგიის, ხოლო სეფორა ის იცოდი გახლავთ სახე-სიმბოლო წარმართული აზროვნებისა, წარმართული ფილოსოფიის. აი ეს ორი შეუხლდა. ანუ ამ შეუღლებაში ცუდი არაფერი არ არის. ამ ერთობაში, ამ ურთიერთობაში ცუდი არაფერი არ არის. და ურთიერთობას ყოველთვის აქვს ნაყოფი. ანუ ამ ურთიერთობის ნაყოფი გრიგოლ მოსელთან არის შვილი, წინა დაუცველი შვილი. აი ეს ნაყოფია მომაკვდინებელი სწორედ. აი ეს ნაყოფია ადამიანის მოკან მოსეს დაუპირა, მოკლა, უწერია გრიგოლ მოსელს ამაზე აქვს საუბარი, რომ აი ჭეშმარიტი აზროვნებისათვის ამ ურთიერთობის ნაყოფია მომაკვდინებელი სწორედ. მანამ სანამ წინა დაცვას არ ჩაუტარებავ ნაყოფს, ანუ ზედმეტს არ მოაცილებ. ანუ იმასაც მომაკვდინებელი იმას უკვე მერე ეს ნაყოფი მისაღებია. უკვე მერე ეს ნაყოფი კარგია. მაგრამ აი ამ წინა დაცვის გარეშე, ანუ ამ თლიანად აი ამ ნაყოფის მიღება წარმოუდგენელია. დამღუპელი, უნდა მოაჭრა, უნდა მოაცილო ის ზედმეტი, რაც შენ, ასე ვთქვათ, დაგამკოლებს ღმერთისაგან სასიამოვნოდ. მეორე ორიგენეს ეკუთვნის მეორე ნაწილის ეგზეგეტიკა ბასრიდანით იქნება წინა დაცვითილის ბავშვი და ბასრი ქვის დანა ქრისტეს სიმბოლოა წინა დაცვითა და სისხლის სიძეობა ეს არის წინას სახე იმისა რომ მას აქვია ქრისტეს სისხლით იქნებოდა სწორედ სიკვდილი ჩავლილი ანუ არ იქნა მოკვდინებული მოსე აი ამ სისხლით ანუ ამ სიმბოლოთი გადარჩა მოსე თავის იმას წმინდა წერილში თხრობა გრძელდება ასე ვერ გააგრძელებს ოჯახი მოგზაურობას ოჯახზე მოსესთან ერთად და მოსე დააბრუნებს მათ უკან ეფრემასური დაზიანს ეს სამსახურთან გები მოხდა რადგან იმ საქმის აღსრულებას და საქმის აღსრულებას მოსე ჩადიოდა ეგვიპტეში ოჯახი ხელს შეუშლიდა ის მარტო უნდა ჩასულიყო ეგვიპტეში და ოჯახს დააბრუნებს უკან თავის იმამის სახში მოსე ისინი მე შეუერთებიან როგორც გითხარით ამის შესახებ სხვა დროს ვილაპარაკებთ და მოსე მიდის მარტო ეგვიპტისაკენ აი ეს მარტო მოსე ეგვიპტისაკენ მარტო წასული მოსე არის ძალიან საინტერესო აი ამ მოსემ წინ და წინ იცის ერთი ასეთი ამბავი რომ აარონი რომელიც მისი ბაგი უნდა იყოს გულით გახარებულია იმის გამო რომ მოსეს უნდა შეხვდეს რა იცის აარონმა რომ მოსეს უნდა შეხვდეს აარონსაც გამოცხადებს აარონსაც აქვს გამოცხადება მეგობრებო ისრაელის სიახში ყოველთვის იყო ეს არა მარტო ეგვიპტეში ყოფნის სანამ ზოგადად მაგრამ შემდგომ როცა წინასწარმეტყველთა ეპოქა იქნება იწყება განსაკუთრებით ხაზგასმული ხდება ეს ამბავი ისრაელი ყოველთვის მიკურადებული იყო ყავდა თუ არა წინასწარმეტყველი აი თუ კი წინასწარმეტყველი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩნდებოდა ისრაელს უჩნდებოდა განცდა ღმერთისაგან მიტოვებულობისა დღესაც ასეა სხვათაშორის სულ სწავენ ამ კითხვას სულ წინასწარმეტყველს ეძებენ და იმ აპოკალიფსის ციკლში რომ დაწერილია აპოკალიფსის დაწერილია რომ იმ ხეთს ეყოლება თავისი წინამორბედი ეს არის ამ მაძიებლობის შედეგი სწორედ ასეთი წინასწარმეტყველს თვითონ შექმნის აპოკალიფსური საზოგადოება აუცილებლად შექმნის ასეთ წინასწარმეტყველს რომელიც მანიშნებელი იქნება ღვთაების მოხებების ნიშნად გქონდათ ეს ყველაფერი მაგალითად იოანე წინასწარმეტყველი რომ გამოჩნდება იოანე წინასწარმეტყველის გამოჩენას ერთი და აი ნახეთ იოანე წინასწარმეტყველის გამოჩენასთან დაკავშირებით საინტერესო რა არის ამ კონტექსტში ვიმბობ იმიტომ რომ აარონის გამოცხადებაა ძალიან საინტერესო და იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ისრაელში არ იყო წინასწარმეტყველი დადუმებული იყო საწინასწარმეტყველო ხმა და ეს უკვე ამცაფრებდა მოლოდის მესიის მოსვლისას ისე როგორც დღეს არის რომ დადუმებულია საწინასწარმეტყველო ხმა და ამცაფრებს მოლოდის იმ ნაწილში რომელიც ნაწილიც მესიას კიდე ელოდება მესიის მოსვლისას და ძალიან ისე არ მახსოვს მე თქვენ გითხარით თუ არა მაგრამ ერთ-ერთი რაბინს ჰქონდა ჩართვა ძალიან საინტერესო ჩართვა ჰქონდა და მოიყვანა მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი რაბინის სიტყვები რომელიც ღმერთს მიმართავს და ამ რაბინის სიტყვები გამოიყენება და თვითონაც მიმართა ღმერთს აი თვალები აღაფრვა ასე და თქვა ძალიან მოიგვიანებთ თორე აღარ დაგელოდებით დაიმუქრა პირდაპირ ის რაბინის მე-19 საუკუნის მოყვარული რაბინი ამას ასე აკეთებდა და ეს გაიმეორება ასე თქვა ის ჟესტიკულაციაც კი ძალიან მოიგვიანებთ თორე შეიძლება ვეღარ გიცნობთ ვეღარ დაგელოდოთ აი ეს ამ ხმის გაგონება ყოველთვის არიან აი როგორ გითხრათ აი ხანდახან როგორ ხდება იცით არიან რაღაცნაირად გადასული იმაზეც კი რომ
რაღაცა ფანტასმაგორიული, რაღაცა ისეთი რაღაცა ილუზორული წარმოდგენები შეიქმნა და მასზე თქვა რომ ეს წინასწარმეტყველება იყო, მაგრამ თვითონ იუდაური წიაღი ცნობილია რომ ძალიან კრიტიკულად უდგება ამას. აი იოანე ქრისტიანის გამოჩენაც ამას უკავშირდებოდა. ქრისტიანის გამოჩენას უნდა ენიშნებინა მათთვის წინამორბედობა. რაღაცა საინტერესო მოხდება ამის შემდგომ და წინასწარმეტყველი მის საყმერთმა ისრაელს და ამიტომ იყო მასთან მასზე მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ მესია ხო არა ხარ მესია ხო არა. აარონთან მოცემული გამოცხადება კი საინტერესო გახლავთ რითი აარონი მომავალი მღვდელმთავარი უნდა იყოს ისრაელისა, ამიტომ ღმერთი იწყებს აარონის ავტორიტეტით შემოსვლას, რადგან ისრაელმა არ უნდა გააჩინოს კითხვა აარონთან დაკავშირებით. მართლაც ჩვენ ვნახავთ, ერთი ძმა პოლიტიკური ლიდერია, მეორე ძმა რელიგიური ლიდერია. დაკიდია მათი და ძალიან გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე. პრაქტიკულად ოჯახია, რომელიც მართავს თელ ისრაელს. პოლიტიკური საერო და სასულიერო კუთხით, ამიტომ რაღაცა ღვთაებრივი რამ ნიშანი, როგორც მოსეს შობისას, ასევე აარონს მოღვაწეობის დაწყებისას უნდა ეთოს ხალხმა უნდა გაიგოს რაღაც მოხდეს რაღაც მცირე ნაწილში მაინც აარონის ავტორიტეტულობით შემოსვა. შეხვედრა მოხდება არა ეგვიპტეში, არამედ აარონი დაიძრება ეგვიპტიდან და დაიძრება იმ თისაკენ, რომელთაზეც გამოცხადება ჰქონდა მოსეს. ანუ ღვთისთისაკენ. ანუ მე ვფიქრობ, ეს ჩემი პირადი კერძო აზრია, რომ გამოცხადება, რომელიც მოსეს აქვს ხორების თაზე, პარალელურად გამოცხადება აქ აარონს. ორივეს ერთად აქვს გამოცხადება. ერთი უნდა დაიძრას ეგვიპტიდან და მეორე უნდა დაიძრას მიდიამიდან, შეხვედრა უნდა მოხდეს უდაბნოში. შეხვედრაც მიდიამში უნდა მოხდეს და არც იმაში რა ქვია, ეგვიპტეში შეხვედრა მის გარეთ უნდა მოხდეს. გრიგოლ-ნოსელი ამას მიაქცევს ყურადღებას და აარონზე იტყვის, რომ ის არის სახე სიმბოლო წმინდა წერილში მფარველი ანგელოზისა. ადამიანი როგორც კი საფრთხოს მიუშეუდგება და საფრთხის შედგომა ეს არის გრიგოლ-ნოსელთან ნათლისღების ემბაზიდან ამოსვლა, ანუ როგორც კი ადამიანი ნათლს იღებს, ღმერთი მას წყისვე დაუდგენს მფარվել ანგელოზს გრიგოლ-ნოსელი მბრძანებს და აარონი ამ შემთხვევაში ნახეთ როგორ არის აარონი მიდის მოსესთან და არა მოსე აარონთან. მოსე მიდის საფრთხო გზაზე. აი ამ გზაზე თანამავალი ხდება, თანაშემწე ხდება მოსესი აარონი და აი ამ ალეგორიულ ეგზეგეტიკას თავის ნაშრომში იყენებს წმინდა გრიგოლ-ნოსელი. შეხვედრა მათ ძალიან საინტერესოა, აარონი გადაეხვავა მას და ამბორს უყოფენ ერთმანეთს, თუმცა მასონეთული ტექსტი მხოლოდ აარონის მიერ მოსეს კოცნაზე საუბრობს. ეს ამბორი, ეს კოცნა ძალიან საინტერესო მომენტია წმინდა წერილში. ზოგადად ამბორის ყოფა ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ერთი ადამიანი მეორეს უფლებას აძლევს მასთან უახლოეს ერთობაში შევიდეს. უახლოეს ერთობაში შევიდეს. შესაძლებელია ვთქვათ, ხელი ჩამოართვა, შოიდან მიესალმა, ხო, სხვადასხვა ურთიერთობის ის, მაგრამ აი, როდესაც ხდება ამბორი, ეს ნიშნავს, რომ ეს ერთი მეორეს ბოლომდე ენდობა, იმდენად ენდობა, რომ აი ბოლომდე უშვებს თავისთან. ეს ამბორი ამის სიმბოლოა. და მართლაც ამბორი ახლა ჰაროვან კოსტაზე არ საუბარი, ხო? ეს ამბორი როგორ ხდება? ფიზიკურად უნდა გადაეხვიონ ერთმანეთს, ფიზიკურად უნდა შეეხვონ ერთმანეთს. ანუ აი თავის სხეულს აძლევს ერთი მეორეს, აი როდესაც მეუღლეებს შორის ამ ამბორზეა საუბარი, ხო? განიხილება ის როგორც ერთი მთლიანი და აი ამ ერთლიანი აი სრული მინდობა. სრული მინდობა და ეს ამბორის ყოფა წინ უძღვის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს. თავისთავად ცხადია, ყველას გვახსენდება ის ამბორი, რომელიც ამბორიც გეცემანიის ბაღში მოხდა იუდა ისკარიოტელის მიერ. როგორ ფიქრობთ თქვენ? მე პოსტიც დავწერე ამასთან დაკავშირებით. რატომ არ თქვა იუდამ თითით, რატო არ მივიდა ეს არის ნაზარეველი? რატო აკოცა? თითით მითითება არ ყოფილდა. არ იყო საკმარისი. როგორ არ იყო საკმარისი? თვითონ მაცხოვარმაც კითხა, ხო, ისეცებთ იესო ნაზარევს მე ვაკუთხ. როგორ არ იყო საკმარისი, იყო საკმარისი. არა, ამბორის ყოფით მოხდა გაცემა. ესეც საფრთხო ხედვა. ამბორი დგას, რომ წესაკაცის ასე შეეკითხებიან იუდას. რატო? იმიტომ რომ დაცემული ძალა მეგობრებო, ის დაცემული ძალა ბოლომდე არის აღწული იმისათვის, რომ იესო ნაზარეველი, რომელსაც ვერ იტანს, რომ იმას დაამძიმა, რომელშიც ძლიერი ნახატა საკრდენი. ბოლომდე აი რაღაცა დასაკრდები უნდა ნახოს მაშინ. აი ამით იესო უნდა გამოიყვანოს წყალებში წყობილებიდან თავის დავაწყადებს წყალებში მომყვებას. აი ეს ამბორის ყოფა, იმდენად მინდობა, იმდენად მიენდო იესო იუდას, რომ უნდა უთხრას, რომ ამას ასაკეთებ. ეს რატო უნდა გაუჯარდეს, უნდა გაუწყდეს, არა. აი ეკაც ვერ გამოიყვანა, ეკაც დამარცხდა. ეშმაკი ყოველ ფეხის გაბიძეთ მარცხდება, ის 3 წლიანი მოღვაწეობა, 33 წლიანი თავის დავაწყადებ თავიდან ბოლომდე ამი დავხვდე. მაგრამ ის 3 წლიანითაც მაცხოვარმა გამოაცხადა თავისი თავი. ყველა ნაბიჯე მარცხდება ეშმაკი, ჯვარზე კი არ მარცხდება. ჯვარზე არის ასე ვთქვათ რეზიუმირება მისი მარცხისა. არსობრივი დამარცხება, ხო ყველა მას იქ როდესაც ამბორს უყურს იუდა.
ძალიან საინტერესო ამ ამბობს არ იცილებს იესო ნაზარელი ამ ამბობს მიიღებს. ამ ამბობს მიიღებს და აი აქ მწარდება ეშმაკის სოლით. და მთელი თუ გადახედავთ წმინდა მამათა ასკეტურ ლიტერატურას, აი პატერიკებს ხო? ყველა წმინდა მამის ცხოვრებაში არის ეს ამბური დაფიქსირებული. ყველა წმინდა მამის ცხოვრებაში. ყველა წმინდას ყავს თავისი იუდა. იუდა, რომელსაც უნდა გამოგლიჯოს ის ქრისტეს სახე. ეს ამბური 100-ია ყველა წმინდა მამას მიღებული აქვს თავისი იუდასაგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამ ამბურით იწყება სწორედ ის, ამის შესახებ შეიძლება მე ვილაპარაკოთ. ამ შემთხვევაში თავისთავად ხალხი ეს ამბური იყო, ეს კოცნა იყო სიმბოლო იმისა, რომ იწყება რაღაცა ერთიანი მოძრაობა მოსესა და აარონისა და წმინდა წერილში წერია, რომ მოსე აარონს მოუყვება ყველაფერს. ყველაფერს მოუყვება. ახლა უკვე აარონი და მოსე ჩადიან იმაში, ეგვიპტეში და მოიწვევენ უხუცესებს, ანუ რაღაცა საერთო სახალხო კრილობა ეწყობა. მეგობრებო, ყურადღება მიიქცეთ, მოიწვევენ უხუცესებს, ანუ რჩეულ ნაწილს, ანუ იმათ, ანუ საზოგადოებას. ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ აი ამის რა ქვია დეფინიციებას, რომ ჩვენ გვეყოლება ხალხი და გვეყოლება საზოგადოება. ანუ საზოგადოება ეს არის ის, რომელსაც პასუხისგებლობა აქვს აღებული ხალხზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, პასუხისგებლობა აქვს აღებული ხალხზე. და ჩვენ მე ვნახავთ, სწორედ ეს პასუხისგებლობა აღებული საზოგადოება, როგორც აი იმ დღეში ახალხი. და პირიქით. მთელი მოვალეობა, მთელი პასუხისგებლობა ამ საზოგადოებაზეა გადაგებული. აი ეს საზოგადოების, აი ამ იმ ნაწილის, რომელმა ნაწილმაც ბუნებითი რამ წესით, რა წესით ამას მე ვნახავთ, საოცარ ამას ვნახავთ მოსეს ჯულში და ის ისრაელის ისტორიაში ხბადაღებული აი ეს ლიბერალური დემოკრატია, თუ როგორი ისა, აი ნახავთ მოსეს ჯული ეს უმკაცრესი პერიოდი. თავის თავში გულისხმობდა არჩევანის თავისუფლებას. ამ არჩევანის თავისუფლებაზე ერთგვარ ამ დემოკრატიულ პრინციპზე იყო მოწყობილი ისრაელის საზოგადოება. თქვენ ამას ნახავთ, უბრალოდ ყველაფერი ეს ერთში ექცეოდა კანონის პარლებში. არა აღვირახსნობაში და არა თავგასულობაში, არამედ კანონის პარლებში. მაშინ მუშაობდა ეს, რომელსაც კანონის შიგნით იყო და ღირებულებათა საზომით იზომებოდა და არა ისე, რომ ღირებულებები იცვლებოდა. ამას ნახავთ მოგვიანებით აუცილებლად. მე ვნახავთ, რომ სოლომონმა როგორ შეცვალა ეს და შეცვალა დაინგრა ჯერჯერობით დიდი სახელმწიფო. აი ამ საზოგადოებასთან შეხვედრა უნდა მომხდარიყო იოსების საკოფაგთან. გახსოვთ, რომ იოსების სულები არსებობს და სწორედ იოსების აი ამ ცხედართან უნდა მომხდარიყო აი შეხვედრა. სავარაუდოდ. ამ შეხვედრისას მოხდა ასეთი რამ. მეტყველებს აარონი იმასაც რაც გადასცემს მოსე მას. აარონია ასე ვთქვათ რიტორი მათ წინაშე. აი აქ წმინდა წერილში ფიქსირდება საოცარი რამე. არ ყოფილით აარონის სიტყვა არ ყოფილით. იქნებ მოსე დაელაპარაკებს, არა აკაცრ. მოსე სიტყვას არ აკეთებთ. რა არის საჭირო? გახსოვთ რა მოხდა ქოლების თასი. კვერთხი გველად უნდა გადაიქცეს, ხელი უნდა გაკეთოს, სასწაულები ჭირდებათ. სასწაულები ჭირდებათ. აი ეს წმენა, მე წმენა წერილში რა თქმა უნდა მოსე მაღასულა სასწაული მათინაშე და ერწმუნეს, რომ ღმერთმა გამოაგზავნა მოსე. ჩვენ თქვენ ნახავთ ეს წმენა, რომელიც სასწაულებით იკვებება, არ არის წმენა. ამ წმენით ღმერთამდე ვერ მივა. ერთ ადამიანს და ერთ საზოგადოებას გამორიცხული აბსოლუტურად. აი ხშირად არის ხოლმე მე თვითონ მყავს ამჯერმე წაყვანილი ეთერი ღვთაებრივი ცეცხლის მადლის მერიცასას გადამოსვლასთან დაკავშირებით. და ბევრი ქილიკობს ამაზე, ბევრისთვის ეს არის ყველაფერი. ერთ-ერთი უკიდურესობა, მეორე უკიდურესობა. მოვათ რომ ეს ცეცხლი სულ არ გადამა. რას ნიშნავს? ეს ცეცხლი სულ არ გადამა. რას ნიშნავს ეს? რომ ქრისტე არ აღმკვეთით? ეს ცეცხლი მე არაფრისთვის ამჭირდება. ამ ცეცხლის გარეშეც ვიცი რომ ქრისტე არ აღმკვეთით. გახსოვთ მაცხოვარი ამბობს, რომ სასწაულს აღარ უჩვენებს ან მემორ შემოდგმას. რატო? გახსოვთ მაცხოვარს რომ ეუბნებიან, გადმოდი ჯვრიდან გიწამე თუ არ გადმოდის. გადმოსულიყო და იწამე. არა, არ გადმოდის. ნახეთ სახარებაში საინტერესო რაღაცები, ძალიან საინტერესო. გარკვეულ სოფლებში ქრისტე არ შედის, სასწაულებს არ აღასრულებს, რატო? წერია წმინდა წერილში, რატო? მათ ურწმუნოებისთვის, გასო, ურწმუნოთუა პირიქით აღასრულეს სასწაული და ამ სასწაულით წმენა გაუჩინე. პირიქით არ უნდა გააკეთო. არა, ურწმუნოების გამო არ აღასრულებს სასწაულს. არ გაინტერესებს მოცხონმა, რატო თქვა ასეთი სიტყვები, რომ
1-2 შეგონების შემდგომ მოცილდი. მოცილდი კი არა, ეჩიჩინე უნდა ეთქვა. სანამ არ დაგიჯერებს, არ მოცილდე უნდა ეთქვა. არა, მოცილდიო. რატო? ღორებთან მაგალითად. რატო? იმიტომ რომ მე რო ვეჩიჩინო, ახლა ვიღაცას რო ვეჩიჩინო, რომ ქრისტიანობა კაი, რო ვეჩიჩინო, ხო? ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა. აი ეს ძალადობაც კი არ უნდა იყოს გამოჩენილი. შენ უნდა დათესოს თუ შენ უნდა აჩვენო. მთელი შენი ცხოვრებით უნდა აჩვენო ეს. დანარჩენი გადაწყვეტილება უნდა იყოს მისი აუცილებლად მისი. მხოლოდ ეს მისი გადაწყვეტილება იქნება ნამდვილი გადაწყვეტილება, ნამდვილი ქრისტიანობა. რაღაცა ემოციების, რაღაცა სასწაულების, რაღაცა შოუების შედეგად დაჯერებული ადამიანი არასდროს არ არის მტკიცე თავის დაჯერებულობაში. ყოველთვის გაჩნდება ხიფათი, სხვა რამე შოუ, სხვა რამ დაჯერებულობა, რომელიც სხვა ხარეს გადაიყვანს მას. ამიტომ ეს ქრისტიანობა არის რელიგია, რომელიც ბოლომდე სცემს პატივს ადამიანის თავისუფლებას. არსობრივად მოითხოვს, ადამიანი იყოს თავისუფალი, არანაირი ძალადობა ადამიანს. ნამდვილი თავისუფლების გადაგებელი არის ქრისტიანობა. ეს არის რელიგია, რომელიც ამბობს თავის მისიონერებს ეუბნება, არავითარი ძალადობა სხვაზე, ელაპარაკე და მოცილდი. მხოლოდ თვითონ თავისუფალი ნებით. სასწაული, რომელიც ამ საზოგადოებას დაჭირდა ერთადერთი რამის გამო. სხვანაირად არ დაიჯერებენ. ჩვენ ნახავთ ცოტა მოგვიანებით. სასწაულები მთელი კასკადია წმინდა წერილში. არ ჯერათ ღმერთი მაინც სასწაულს, არ ჯერა ღმერთი, რატო უნდა ღმერთს და იმიტომ აკეთებს ამას, მაგრამ რაღაცა მომენტის მერე სასწაულთან სხვა დამოკიდებულება უნდა დაიჭიროს, ისე კეთილი უნდა იყოს. ამ ადგილს მივადგები ჩვენ რამდენიმე ლექციის. მაშას ეს არის საზოგადოება, რომელმაც ირწმუნა, რომ მოვიდა თავისუფლების დრო. ღმერთმა გამოგზავნა მხსნელი და ეგვიპტის კირთებიდან იხსნის მათ ძალიან მალე. ღმერთს მოსესთვის დავალებული აქვს ასეთი რამ, რომ უნდა წავიდეს ფარაონთან, აარონთან და უხუცესების თანდასებით. აი წმინდა წერილი თხრობას რო იწყებს მოსეს ვიზიტის შესახებ ფარაონთან, ორი ვიზიტი, ორი მოლაპარაკება იქნება, სანამ ის ტრაგედიები დაიწყება ეგვიპტეში, რომელიც 10 საჭირის სახელით არის ცნობილი. წმინდა წერილში დათქვამენ, რომ მხოლოდ მოსე და აარონი არიან ფარაონის წინაშე. ეს ხალხი სადღაც დაიკარგა. არც პირველ ვიზიტზე არიან და არც მეორე ვიზიტზე. მეორე ვიზიტზე რატო არ არიან, ამას ვნახავთ. მაგრამ პირველზე რატო არ არიან? რადგან ღმერთმა უთხრა მოსემ აუცილებლად წაიყვანა ისინი. და ჩვენ გვაქვს ასეთი გარდამოცემი. რომ გაყვნენ და ნელ-ნელა ჩამოცილდნენ და უკანდაბდნენ. ერთერთმა ვერ გავიდა ფარაონს. ერთერთმა ვერ გავიდა. რატო არის? რა არის ეს? გაუბედაობა. და რა არის პირიქით, რაც ადამიანს აძლევს გამბედაობას. ძალიან რთულ ყურადღება მიეცოდა სიწერება და სვენელებისთვისაც მინდა თქვა, სხვა არის გამბედაობა და სხვა არის თავხედობა. აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. გამბედაობა ქონდა ადამს სანამ დაეცემოდა. და ეს გამბედაობა თავხედობაში გადაიზარდა უკვე კაინის შემთხვევაში, როდესაც ცოდვამ ამ სათქმელების დამახინჯება და დაავადყოფება დაიწყო. და დღეს ძალიან ბევრს გონია, რომ გამბედავია და სინამდვილეში ელემენტარულად უზრდელი და თავხედია მეტი არაფერი. და რითი უნდა გაზომოს ახლა, რითი უნდა გავზომოთ, ის თავხედია თუ გამბედავია. რითი უნდა გავზომოთ? უნდა გავზომოთ ქრისტეთი. მეტი არაფერი. გამბედავები არიან მოციქულები, მაგრამ მას ერთი მოციქული უზრდელი არ არის. ძალიან ხოთ ამას მიაქცეთ ყურადღება. და დღეს ბევრი ქრისტიანობას და თქვათ ქართული ეკლესიისა, საქართველოს ეკლესიის რაღაც დათანმომავალს უბრალოდ უზრდელობით და თავხედობით ხადაგებენ და ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ქრისტეს სასწაულში შეიძლება, რატო? თავიანთი ქრისტე ყავდა იმიტომ. ზოგ სოციალური პროგრამა, ზოგ პოლიტიკური პროგრამა, ზოგ ფინანსური რაღაცა სარგებელი და თავიანთი პატარა ღმერთები. აი ეს ღმერთები იძლევა სწორედ თავხედობის უფლებას და თავხედობის საშუალებას. იმითი ეს თავხედობა არის. მაშას ეს შეშინებული ხალხი ბრუნდება უკან. მოსე და აარონი რჩება მარტო. ეს რომელი შიშია, იცით? აი შიშია პეტრემ სამჯერო უაღო ქრისტე. არ უცნობ მას. კიდე ერთი რამე ახასიათებს ამ შიშს ძალიან საინტერესო. ეს შიში არ არის მეგობრებო. რა შიშითაც იუდა ვერ დაბრუნდა ქრისტესთან. ეს ორი სხვადასხვანაირი შიში. ერთი არის შიში, რომელიც გაგრძნობინებს შენს რას, შენს სიმდადეს, შენს სისუსტეს და მეორე არის შიში, რომელიც შეგირა შეურაცხყოფას მიაყენებს შენს ამპარტავნებას, შენს აი მეს ეგოს.
იუდა შიშმეს გააკეთა სწორედ ჩვენ მე ამაზე ვისაუბრებთ. თავი ამიტომ ჩამოიხრჩა იუდა. ჩვენ ნახავთ იუდა ძალიან საინტერესო პერსონაჟია სახალების მოცემულში. ძალიან საინტერესო. იუდა შიში ამაზე მეტყობს სწორედ. იუდას ეგო იქნა შეურაცხყოფილი იმ დროსაც პეტრესთან. ეს ეგო მთლიანად წარმოჩინდა და პეტრემ დაინახა, იტირა ეს თურმე რა ვარ მე რა არარაობა ვარ მე. იუდა ვერ დავიდა გამდა. იუდას მთელი ტრაგედია არის მის ეგოიზმში, რომელიც დაიბადა 60-ში და რამაც დასცა ჩვენი წინაპრები. ანუ ეს შიში რა შიშიც ამოხუცესებს აქვთ. ეს სხვა შიშია. ეს ის შიშია, რომელიც მათ უსუსურებას კიდევ ერთხელ წარმოადგენინებს. ცოტა მოგვიანებით ამას ვნახავთ. აი სწორედ ასე შეშინებულებისაგან დაცლილი და მხოლოდ გამბედავი მოსე და არონი წარდგებიან ფარაონის წინაშე. მაგ ახლა ფარაონის წინაშე ორი ვიზიტის შესახებ სასაუბრო დასაწყებული. დავიწყო ეს თუ აქ დავასრულოთ, როგორ ფიქრობთ თქვენ? მე შემიძლია, მე არ მაქვს პრობლემა. გეგმაში მახსოვს ეს ორი ვიზიტის შესახებ ვისაუბროთ დღეს და გავაგზავნოთ. ეს ორი ვიზიტი ძალიან საინტერესოა. მოსე უბნება ფარაონს. გაგუშ, რადგან ებრაელთა ღმერთი მოგვიწოდეთ. ჩვენ რო გვინდა იმიტომ კი არა, ღმერთს რომ უნდა იმიტომ გაგუშ. საუბარია სამი დღის სავალზე, რომ ემსახურონ ღმერთს, აი სამი დღის სავალზე. კირილ ალექსანდრიელი რაღაც ძალიან საინტერესო ეგზეგეტიკას გვაწვდის იმასთან დაკავშირებით, რატომ ამბობს მოსე გაგუშ. ანუ ახლა ფარაონი უარს ეტყვის იცით ეს უყალა. და ამის გამო სასჯელები წამოვა ისრაელს. მაპატეთ ეგვიპტეს. აი კირილ ალექსანდრიელის და აი ამ სასჯელის ცოტა ბოულოდნელი კი არის ამ ალექსანდრიელი მამისაგან, მართლა ამ ალექსანდრიელი მამისაგან ეს რო იყოს დასავლელი მამა, კიდე რაღაცნაირად მივიღეთ, აი გრიგოლ დიოლოგოსი რო საუბრობდეს თქო ამის შესახებ და რომელიმე ანა ნეტარი ავგუსტინე საუბრობდეს ამის შესახებ, რაღაცა მოულოდნელი არ იქნება, მაგრამ აი წმინდა კირილესგან არის ძალიან ესეთი მოულოდნელი. ყოველსა მისი ეგზეგეტიკის არის მოულოდნელი, თვითონ წმინდა კირილეს არ მეხებით თავის დავაცხადია. რატო? წმინდა კირილეს აკეთებს რაღაც იურიდიულ დასაბუთებას გვთავაზობს იმისა, რომ მოსე არა მარტო იმიტომ არის მართალი, რომ ღმერთის სახელით ელაპარაკება ფარაონს, ანუ ფარაონი მტყუანი არის სუფთა ეგვიპტური ტრადიციების ყვალობაზეც. შესაძლებელია ალექსანდრიის ეკლესიაში გარდამოცემა იდოდა, როგორც კლიმენტი, ასევე წმინდა კირილე ამ გარდამოცემებს უხვად იყენებს ორიგენეზეს თავის დავაცხადია, უხვად იყენებს თავის ეგზეგეტიკაში. კაცო წმინდა კირილე ასწავლებს. ეგვიპტელებს აი როგორ არის წმინდა კირილე ახლა მოსეს ადგილს იჭერს და ასეთ რაღაცას ეუბნება ფარაონს. თითქოს ეს ტექსტში არ წერია, ეს კირილეს ეგზეგეტიკაშია. რომ თქვენ ეგვიპტელებს გაქვთ ტაძარი. სადაც შეგიძლიათ მსახურება. მეგობრებო, როგორ იყო იცით ზოგადად კულტმსახურება, კულტმსახური, მაპატიეთ, კულტსახურის ყველგან არ აქვს მნიშვნელობა ეს სად იქნებოდა, არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა მას. კულტმსახურს ყველგან ქონდა ასეთი მოვალეობა, რომ მსახურება აღესრულებიდა შეუბილწავი. ანუ გაუწმინდურებული არ ყოფილიყო. ეს ყველას ეხებოდა მაგალითად ქალთან თანაყოფა, მსახურების წინ და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ეს ზოგადად ეს წარმართული რელიგიები ასეთ იმას ისომენ თავის თავაცხადია, ამას თავის გაუკმართებები აქვს და შემდგომ ის სატანზრო პროსტიტუცია რაც არის, წარმართული რელიგიის ერთ-ერთი ლაქაა და რომელიც ახლა შემოდის. ნელ-ნელა ეს ამ გაყვნების გადაგება მეგობრებო სხვა არაფერი არაა თუ არა იმ კერპების დაბრუნება, რომელიც სატანზრო პროსტიტუციას ითხოვდნენ. ამ აღვირახსნობას თავისი ტაძარი აქვს, თავიანთი ქურუმები ყავთ, თავიანთი მისიონერები ყავთ და თავიანთი რელიგიის დამკვიდრება უნდათ. ეს არ არის მარტივად რა ვიღაც სუფლებების ისა. ძალიან საინტერესო რამე მოხდა წინა კვირას რომის კათოლიკურმა ეკლესიამ რამდენიმე სტუდენტი დასაჯა LGBT თემის კრიტიკისათვის. და ამ სტუდენტებმა შეიტანეს საჩივარი საფრანგეთის სასამართლოში. და სასამართლომ ეს სტუდენტები გაამართლა. ძალიან საინტერესო რამე, იცით რომ ეს რელიგია, ეს არ არის მარტო ვიღაცის ნება მაქვს ასე ვიწყო, უფლება მაქვს ასე ვიწყო, თავის ავაცხადი აქვს უფლება. მაგრამ ამ უფლების პროპაგანდირებას უკვე ახალი ფორმით, ძველი რელიგიის პროპაგანდირება, სადაც სატანზრო პროსტიტუცია არის დაშვებული. პროსტიტუცია ოფიციალური რელიგია აღიარება. რატომ ამბობ ამას იმდენად? აი ეს კირილი ამბობს ამას, რომ თქვენ ანუ როგორ იყოს ეს აი არა მარტო დედაკაცთან დაწოლა, არამედ ცოტა მოგვიანებით კიდევ უფრო ის არის, აქვეა
გამძაფრებული ამ შეუპილწავი მსახურება კულტის წინაშე და ქურუმს ებარებოდა, რომ არა მარტო არ შეხებოდა ხწნილებას, არამედ არ დაენახა ის. აი მე სხვათა შორის ძალიან საინტერესოდ გადმოვა ეს ნაზაროველობის წესში, თავისთავად ხადია მიხედვაზე არის საუბარი, მაგრამ აი მაქსიმალურად რომ მორიდებული იყო შებილწვისაგან, ხო? თვალსაციმაშებიან არიდებენ და შემდგომ ქრისტიანულ ასკეტურ ლიტერატურაში ეს თვალი, როგორც საშუალება, გზა, იმისაგან ვდების შესვლისა, ასკეტ მამას უნდა ქონდეს მოთვინიერებული. ეს ძალიან საინტერესო მომენტია ეს თვალის დეტალი, შემდგომ აი ქრისტიანულ ასკეტიკაში ასე გადმოვა და ძალიან საინტერესოა კვლევისათვის. ანუ რისი თქმა მინდა რომ კირილი ეუბნება რომ თქვენ გაქვთ ტაძრები და ამ ტაძრებში რა შეგეძლოთ. ამ ტაძრებში წინა დღეს მივყავთ, ჩაიკეტებით, ყავთ თქვენი სამსხვერპლო ცხოველი, ამ თლიანად მთელი დღე სიწმინდეში ხართ და კედლები გიცავთ იმისაგან რომ ხწნილებას და შებილწვის საგანს ობიექტს თვალი არ მოხდეს. ჩვენ ასეთი რამე არ გვაქვს. და ამისაგან თავი რომ დავიწყოთ, ამისათვის გვინდა უდაბნოში გასვლა. 3 დღის სალონს. აი თითქოს და მოსე ამას ეუბნება კირილეს მიხედვით ფარაონს. არა, საინტერესო რა არის იცით? საინტერესო გახლავთ ფარაონი. მეგობრებო, ძალიან საინტერესო რამეწერია წმინდა წერილში. ფარაონი ეუბნება მოსეს. არ ვიცი ვინ არის თქვენი ღმერთი. ეს არ არის წარმართის სიტყვა. ეს წარმართს არ ახასიათებს. წარმართი თავის თავში გულისხმობს სწორედ ამას. რომ შენი ღმერთიც არის და ჩემი ღმერთიც არის. წარმართი სხვის ღმერთს არ უარყოფს. სხვის ღმერთს მონოთეისტი უარყოფს. ეს სხვათა შორის ეს რელიგია, რომელიც რელიგიასაც სოლიდარობის სახელით გვთავაზობენ. აქ იქნება მონოთეიზმი ყველაზე მსახურულად შებილწული. იქნება ერთი ღმერთის იდეა შემოტანილი და აი ამას დაარქვენ სწორედ ამ მონოთეიზმს. ძალიან საშიში ის არის, აქვია. ესეთი ხედვა უნდა გქონდეს, რომ მონოთეისტური ერთი ღმერთი, ერთიან ღმერთში არ შეგვეშალოს. ჩვენ ერთიან ღმერთს შემოგვაპარებენ, ერთი ღმერთის მაგნიტით. ძალიან მისაჩხეს ფარაონის პირისაგან, ბაგესაგან, აი ეს სიტყვები, რომ არ ვიცი ვინ თქვა. არ იცის თუ იცის. ხო იცის ღმერთები არსებობენ. მოსესაც ყავს თავის ეკ. უცნაურ ღმერთს, ამ ღმერთს უკადაგებს პავლე ათელებს. არც სადღაც რაღაცა ღმერთი, რომელიც შეიძლება სულ არ უჩნდება. მაგრამ არის. არ ვიცი ვინ არის თქვენი ღმერთის მონოთეისტის განცხადება უფრო ვერ წარმოს. ამიტომ ეს ასე უნდა წავიკითხოთ, როგორც კითხულობენ ამას საეკლესიო ეგზეგეტიკაში, რომ არ ვცნობ თქვენ ღმერთს როგორ ძლიერს. ყურადღება მიექცეთ. არსებობს ასეთი გარდამოცება, რომ ფარაონმა ბრძანა მოიტანა გრაგნილები და წაეკითხა ღმერთის სახელები, რომელსაც ეგვიპტელები იცნობდნენ. და ეგვიპტე აღიქმებოდა ზოგადად წარმართული სამეფო თავის თავს უიკუმენად აღიქვავს. და იმპერატორი ეს არის ამ უიკუმენას მფლობელი, მართველი და რაც უფრო შორს მიდის ესაზღვრები, სამყარო ამ უიკუმენაში შემოდის და თავის ბუნებრივ წესში ეთქვეს აი იმპერიალისტური აზრის ეს რა ქვია მშობელი საერთოდ აი ესეთ საზოგადოებებში. ამიტომ ეგვიპტის ბიბლიოთეკას აქვს სწორედ ეს პრეტენზია, რომ ის ღმერთებს იცნობს, ოიკუმენას მთელი სამყაროს ღმერთებს იცნობს, აბა რომელი ღმერთის სახელით ელაპარაკება მოსე მას და დაიწყებს მოსე და დაიწყებენ ქურუმები ამ გარდამოცემის თანახმად ღმერთების სახელების კითხვას. და როდესაც მოსეს ევალება, როდესაც მოსეს ღმერთთან მივა, მოსემ უნდა თქვას, რომ აი ამ ღმერთის სახელით ელაპარაკება. და გარდამოცემა გვეუბნება, რომ ყველა გრაგნილი ჩაიკითხეს და ამ ღმერთის სახელი ვერ წაუკითხავთ. და ბუნებრივიც არაფერი ეს საქმე ბაცოცხალ ღმერთს მკვდარ ღმერთებს შორის. და იმის შემდეგ ეუბნება თითქოს ფარაონი მოსეს, რომ არ ცნობს, ანუ არ ვიცნობ ღმერთის სახელით ველაპარაკება. მე არ ვიცნობ. და მამას მეორე ძალიან ღრმა გააზრება აქვს. და აი რა. ფარაონი მოსეს არ ეუბნება, მეგობრებო, შენი ღმერთი არ არსებობს. არა, არსებობს. მაგრამ ფარაონი მოსეს ღმერთს უყურებს როგორც ჩვეულებრივი რიგითი წარმართი და ამ წარმართულ საზოგადოებაში უმაღლეს კულურის საფეხურზე დადგინებული მიწაზე ღმერთი. რა იმით უყურებს? კი, მოსეს ღმერთი არსებობს, როგორ არა? მაგრამ რამესო წარმოადგენდეს მოსეს ღმერთი. მოსე მონაკი არ იქნებოდა და ეგვიპტელი ფარაონი კი არ იქნებოდა. პირიქით იქნებოდა, მოსეს ღმერთი ძლიერია. ესენი იქნებოდნენ ბატონები და ეგვიპტელები იქნებოდნენ მონები. ძალიან მარტივია ეს. მოსეს განა ღმერთი აყავს, ყავს ღმერთი, მაგრამ მოსეს ღმერთი აბა. ისი გამკეთებელია, შეხედეთ რადგანში ესრაელი. ეს არის ჩვეულებრივი წარმართული წარმოდგენა. ჩვეულებრივი წარმართული წარმოდგენა, რომელიც ჩვენთანაც იპარება ხოლმე.
ინდოს ოდესაც აი ხალხი რომ ამ დღეშია, შეიძლება ეს არა ღმერთის სისუსტეზე, არამედ პირიქით ღმერთის ძლიერებაზე მიუთითებდეს. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ფარაონის პასუხში ჩანს. მეგობრებო, ეს არის ერთადერთი რამ, რაც ფარაონის მართებულ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს. ამის მერე ფარაონი სულ შეცდომებზე მიდის. ერთადერთი რამ, რაც ფარაონის მართებულ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს, რა არის ეს მეგობრებო? ფარაონმა დაინახა, რომ აი ამ მონებმა ერთი ღმერთის გაერთიანებული ერთი ღმერთის წინაშე ერთი თაყვანისცემის, საერთო თაყვანისცემის აღონის დაწყება უნდათ. და თუ ეს დაუშვა ეგვიპტემ, ეს მონები რას მიიღო? თავისუფლებას. ეს ძალიან კარგად იცის ფარაონმა, რომ საერთო ღვთისმსახურებას თავისუფლება მოყვება აუცილებლად. და ეს არ უნდა დაუშვას არანაირად. ამ ხალხმა ერთი ბაგით ერთი ღმერთი არ უნდა აკეთოს არავითარ შემთხვევაში. თორე აუცილებლად გახდება ძალიან მტკიცე, ძალიან ძლიერი და მონობას დააღწევენ თავს. ამიტომაც იტყვის ფარაონი, ბევრი ხალხია ახლა ეს და აცდენ თქვენ მოსე და არონ მათ. რომ ეს ძლიერი, ეს ბევრი ბაბათეთ ეს ძლიერი არ უნდა მეთქვა, ეს ბევრი, ეს მრავალრიცხოვანი ხალხმა თუ დაიწყო ერთი ღვთისმსახურება, ისე გამტკიცდება, რომ მათი მძლეველი არ იქნება არავინ. აი მეგობრებო, ჩვენი პრობლემა დღეს. ჩვენი პრობლემა, რომლებიც მტრებს ვეძებთ, იქით, აქით, ის არის მტერი, ეს არის მტერი, ის არის აგენტი, ეს არის აგენტი. ჩვენი პრობლემა არის ჩვენ ღვთისმსახურებაში, ჩვენი საზოგადოების გათიშულობაში, ჩვენს ერთიანობის დარღვევაში. ვერ აგვიდგენია ერთიანობა, რატომ? იმიტომ რომ ერთი ბაგით ერთ ღმერთთან ვმსახურებით. ჩვენი ღმერთები გვყავს. პატარ-პატარა ღმერთები. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანებს. იცის ეს ფარაონმა ძალიან კარგად. იცის ეს ფარაონმა ძალიან კარგად, რომ ესენი დაიწყებენ ახლა ღვთისმსახურებაზე მიაღწევენ კიდევაც თავისუფლებას. არ უნდა დაუშვას ეს არავითარ შემთხვევაში. ამიტომაც იტყვის, ზარმაცები ხართ თქო. შრომა გეზარებთ და მოგიმიზეზებიათ აქ ღვთისმსახურება. ახლა გაჩვენებთ მე რა ღვთისმსახურება გინდა თქვენ, გასცემ სასწრაფო ბრძანებას. მასალას, რომელსაც აწვდნენ აგურების დასამზადებლად, მასალის მიწოდება შეწყვიტა. მასალას თვითონ უნდა მოიპოვოს იბარაქვია ისრაელი და აგურების რაოდენობაც არ უნდა დააკლდეს. იგივე რაოდენობის აგურები უნდა იყოს. ორი ნაწილი, გზირები და ზედამხედველები. აი ეს ორი საზოგადოების ორი ნაწილი იქნა მიჩენილი მათზე და ტექსტიდან ახლა მეკუბლთ არ გადაგვტვირთათ, მაგრამ ტექსტიდან ჩანს ძალიან კარგად, რომ პირველ საფეხურს გზირები წარმოადგენენ, ხოლო რომელიც წიგნობრებად არიან, ანუ გრამატიკოსებად, ანუ მწერლებად არიან მოხსენიებული, ხოლო მეორე არიან თავდმურები, ანუ ზედამხედველები. ეს მეორე უმაღლესი საფეხურია. და ეს ქვემო საფეხური, ეს პირველი საფეხური გზირების არიან ისევ ებრაელები. ხოლო ეს მეორე ზედამხედველები უკვე აღარ არიან ებრაელები და მიუთითებენ ერთ-ერთ კედლის მხატვრობას, ეგვიპტურ კედლის მხატვრობას, სადაც წარმოდგენილი არის, ესე იგი, ეგვიპტელის უგანსხვავებული ფერით იხატებოდა, წარმოდგენილი არის შავკანიანი ფიგურა, წარმოდგენილი არის თეთრკანიანი ფიგურა, ეს არის აღარ ჩაფავს, მაგრამ აქვს ახლა ეგვიპტის კედლის მხატვრობაზე ეს ასიამაღლე წარმოდგენილი, თეთრი ფიგურით ხატავდნენ სემიტებს, უდღეს საცხადებენ ხო, ქრისტიან ზანგი იყო. სემიტი იყო და რა ვიცი ახლა დავითის ჩამომავალი იყო და როგორ მოვიქცეთ ახლა რომ ვიღაცას გაუხარდეს, ამიტომ დავარღვიოთ ეს რომ ქრისტე დავითის ჩამომავალი უნდა ყოფილიყო და ამას არ მივაქციოთ ყურადღება და ასე ვთქვათ ისეთ ქრისტიანობა, პოპულარული ქრისტიანობა ვიქადაგოთ, არა ის ქრისტიანობა უნდა ვიქადაგოთ, რა ქრისტიანობასაც ეკლესია ქადაგობდა და რა ქრისტიანობითაც სამარიტელმა დედაკაცმა იცნო, როგორ შენ იუდეველი სამარიტელს მომართავ, მერითი ისო თავის გარეგნობით იცნო. კანის ფერით იცნო, თვალების ფერით იცნო. კილოთი იცნო, ინტონაციით იცნო. ქრისტეს არ უყავს მისთვის რომ იესო ვარ გალილეველი. არა, დაელაპარაკა და ეს მიხვდა რომ იუდეველი იყო და ის არა ქვია იუდას მოდგმის იყო. ნახეთ. წმინდა ხო აი ამ კედლის ხატრობაში არის წარმოდგენილი რომ აი ეგვიპტური ფერის, ეგვიპტოს გამოხატავენ იმ ფერის ადამიანი კი არ ჩაგავს ამ თეთრი ფიგურის, ანუ სემიტს. არამედ არის უფრო მუქი ფერის, შავი ფერის ფიგურა და ჩვენ გვაქვს ასეთი ცნობა უფრო გარდამოსემის დონეზეა, ეს მართალია, მაგრამ რომ ფარაონმა სასტიკი ლიბიელების რაზმები ჩამოიყვანა იმისათვის, რომ აი ეს მონობა ანუ გზირები, ანუ უშუალოდ სამუშაო ჩამბარებლები ებრაელები არიან,
ხოლო ამ სამუშაო ჩაბარების ასე ვთქვათ ზედამხედველები უკვე არიან უცხოტომელები, ისინი რომელიც არ დაინდობენ ებრაელებს ეგვიპტეში. ანუ მოხდა როგორი რაღაც. ეს შრომელმა, ან ეს როგორი არის, ესენი არის ისინი რომელიც წერა-კითხვა იციან, თვლა იციან. ანუ ეს ხალხი აი გატანჯულია, ცალკე ამ ნამჯას ეძებენ ბზის მაგივრად, რომ ნამჯა მიახმონდეს ყველასოდეს ბიბლიურ კოლეგიას აკტანაკი, ორი ტიპის აგური, სადაც ბზით და სადაც ნამჯით არის ის რა ქვია, აგური გაკეთებული და მიუღთითებენ რომ ფიქრობენ რომ ამ ხანაზეა, სწორედ საუბაროდაც ბზის მაგივრად ნამჯას იყენებდნენ ისრაელიანები თავიანთ იმისთვის რა ქვია, შრომის შესასრულებლად. გამწყდარიანიან წელში და ეხვეწებიან ამ გზირებს, რომ მეც ვეღარ შრომობენ, არ შეუძლიათ იმ რაოდენობის აგურებს ვერ ამზადებენ. და გზირები აი ამ რეალობას უყურებენ ზედამხედველებთან მიაქვთ აი ეს ინფორმაცია და ზედამხედველები ძალიან მწარედ უსწორდებიან გზირებს, ხოლო გზირები ძალიან მწარედ უსწორდებიან ხალხს, ანუ ყველაფერი ეს ურთიერთდაჟის პრინციპზე ააგო ფარაონმა და გამწარდა ეს ხალხი, იმ დონეზე გამწარდა ეს ხალხი, რომ დგებიან ეს გზირები, შეადგენენ დელეგაციას და მიდიან ფარაონთან. მიდიან ფარაონთან თხოვნით, შეგვიმსუბუქე შრომა. დატანჯულები ვართ, გავწყდებით ასე. წმინდა წერილში როგორ კარგად ჩანს ირონიული ტონი ფარაონის. ღვთისმსახურება ხო გინდოდათ? აი ახლა მსახურეთ მოც. ზარმაცები ხართ. ღვთისმსახურება კარგი და ზარმაცები ხართ და ღვთისმსახურება მიზეზად მოგიტანიათ. წადი და იმუშავე და აგურების რაოდენობას არ დააკლოთ. უარით გამოისტუნეს გამწარებული ხალხი. ეს გამწარებული ხალხი უარით კიდევ უფრო გამწარებულია და საოცარი რამე წერია წმინდა წერილში. აი ეს გამწარებული ხალხი, რომელიც კიდევ უფრო დატანჯულია, შეხვდებიან მოსე და არონს, უკან მომავალი და გადაემტერებიან ღმერთმა განგსაჯოთო იმისათვის რაც დაგმართებთ ჩვენ. აი ამ დღეში რო ჩაგვაგდეთ, ღმერთმა გაგებინოთო ამაზე პასუხი. და ისე წავიდა. აბა დაიჯერესო და აბა ერწმუნენო და აბა მიიღესო მოსეო. აბა მოსემ სასწაულები აღასრულაო და ხალხმა თაყვანის აღმერთო. საწავდნენ ისე. სად არის? პირველივე ტაჯვისას გაქრა. აღარსად აღარ არის. პირიქით გადავიდნენ შეტევაზე მოსეს წინააღმდეგ, ვინ გეხვეწებოდა. თუ არაფრის გამკეთებელი არ იყავი, ვინ გეხვეწებოდა ამ თავისუფლების იდეის ჩამოტანას, გაინძერი გააკეთე რამე. ხედავთ ხალხთა თაყვანისმცემლობას არ იწყება? მოსეს ეუბნებიან, ღმერთს კი არ მიმართავენ. არა, მოსემ უნდა გააკეთოს რაღაცა. მოსია ამათი მხსნელი. ნახეთ ამ სასწაულმა რა გააკეთა. ამ სასწაულმა ერთადერთი რამე გააკეთა მაგონებაში, მოსი ახასრულებს ამ სასწაულებს, იმ დროს, როდესაც ამ სასწაულებს მოსე კი არ აღასრულებს. ღმერთი აღასრულებს მოსეს ხელით. ამათმა ახლა ჯუჯღური მოსეს კი არ უნდა დაუწყო. ღმერთს უნდა დაუწყო. მაგრამ მოსია მათთვის ღმერთი. მოსია მათთვის თავისუფლების მცემელი. მოსია მათთვის კირთებიდან, ეგვიპტური კირთებიდან გამომყვანებელი და არა ღმერთი. ამიტომ მოსეს ებუზღუნებიან და მოსე შემოუტრიალდება ღმერთს და ეუბნება, რატო უბოროტეო ხალხს. საოცარი სიტყვებია, რატო უბოროტეო ამ ხალხს. და ნახეთ თუნდაც ბოროტება რა ყოფილა. რატო უბოროტე ამ ხალხს, რატო გამომგზავნე მე? ანუ რატო უბოროტე ამ ხალხს, ამ დღესაც ჩაგდია. არა, მე რატო გამომგზავნე მე? ხო გეუბნებოდი იქ ქორების თაზე რომ მე არაფრის გამკეთებელი არა ვარ, ხო გეუბნებოდი რომ მე ნუ გამომგზავნე. აი მე გამომგზავნე და ეს ხალხი რა დღეშია. რას ამბობს მოსიამით როგორ ფიქრობთ? მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ. ეს არის მოსეს მარცხი. აქ მოსე დამარცხდა. აი აქ მოსესთან ერთად მთელი ისრაელი დამარცხებულია. აბსოლუტურად ის ვის იმედიც უნდა კონდეთ. ის ვიც ღმერთს ელაპარაკა, ის იცავთ, მორჩა დასრულდა ყველაფერი. აი სწორედ ამიტომ. იმის თხრის შესახებ თხრობას, ის შესახებ თხრობა წმინდა წერილი ახლა დაიწყებს. ეს იქნება დაპირისპირება არა მოსესა და ფარაონის შორის. არა ეგვიპტელებსა და ისრაელიანებს შორის. არამედ იწყება დაპირისპირება მოსეს ღმერთსა და ეგვიპტელთა ღმერთებს შორის. ღმერთების ომი იწყება ეგვიპტეში. ღმერთების ომი იწყება ეგვიპტეში და ეს არ არის. ეს არ არის, ისა რა ქვია, დაპირისპირება მოსესა და ფარაონისა.
ისრაელიანისა და არა, ეს არის დაპირისპირება მოსეს ღმერთისა და ეგვიპტელი ღმერთებისა. იმ აზროვნებისა, რა აზროვნებითაც ისრაელმა უნდა იცხოვროს და იმ აზროვნებითაც, რა აზროვნებითაც ეგვიპტე ამონებს ისრაელს. აი ამის დაპირისპირება იწყება. აი ახლა, როდესაც ისრაელს გამოიყვანს მოსე ეგვიპტური კირთებიდან, აი ახლა კი ეწოდინებათ, ახლა კი ისრაელი კარგად გაიგებს, რომ ეს დამარცხებული ისრაელია გამარჯვებული. არა იმიტომ რომ მოსემ გაიმარჯვა, არამედ იმიტომ რომ მოსეს ხელით ღმერთმა გაიმარჯვა. რა გვახსენდება აქ? გაიხსენეთ წმინდა წერილად, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ყველაზე დიდი მარცხი, რომელმაც გააგრძელა არსებობა, რომელიც არ დამარცხდა. გახსოვთ აბრაამი, ისააკი იყვანა მორიას თასი. და აბრაამი ისააკი დაკლა, გაიმეტა. ისააკი ცოცხალი იმიტომ კი არ არის, რომ მამამ არ დაკლა. მამამ ისააკი დაკლა. ისააკი ცოცხალი იმიტომ რომ ღმერთმა არ დაკლა. ღმერთმა გადაარჩინა. და რადგან ახლა ისრაელი არსებობს, ისრაელი იმიტომ კი არსებობს, ისააკის მამა იყო აბრაამი, არა, იმიტომ რომ ისააკის ღმერთი იყო მოსეს ღმერთი. ღმერთის გამო არსებობს ისრაელი. ღმერთია ეს ყველაფერი, ისაკეთებს ამ ყველაფერს, ღმერთია, სხვა არა, აბრაამი ვერ იქნება გარდა იმისა, რომ მამამთავარი იყო, სხვა ვერაფერი ვერ იქნება. თუ იქნება სხვა კიდევ ვინმე, მაშინ უნდა გავაკერპოთ ის. ისააკი უნდა გავაკერპოთ, იაკობი გავაკერპოთ, მოსე გავაკერპოთ, დავითი გავაკერპოთ, სოლომონი გავაკერპოთ, არ შეიძლება დაიშლება ის ერთობა რა ერთობისაკენაც ახლა ეგვიპტიდან ისრაელს უწოდებს ღმერთი. თავის პირშოს, თავის ძეს, თავის საყვარელს. აი სწორედ ამის შემდგომ ღმერთი ეცხადება მოსეს და ეთქვის, წავიდეს ფარაონთან მეორე ვიზიტით და უთხრას რომ გაუშვას ისრაელი, თორე ისეთ რამეს დამართებს რომ თუ თავის შულს არ გაუშვოს, ანუ ისრაელს არ გაუშვოს, მაშინ შულს მოუკლავს მას. ანუ ეს ღმერთი იმ ღმერთ შულს მოუკლავს. ორი შვილი ყავს და ორი ღმერთი ყავს. ერთი ღმერთი არის მოსესი და მისი შვილი ისრაელი, მეორე ღმერთი არის ფარაონი და მისი შვილი, მისი პირშო, რომელიც ტახტზე უნდა ავიდეს. მეგობრებო, აქ არის ერთ ძალიან საინტერესო ფრაზა. ეს ფრაზა ჟღერს ასე. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გამოგიშვათ. ცოტა მოგვიანებით იქნება ნათქვამი. ეს მე ვარ, რომ ფარაონს არ აშვებინებს თქვენ თავს. კიდე მოგვიანებით იქნება ნათქვამი. არ გამოგიშვათ ფარაონი, რადგან გულს გავუსასტიკებ მას და კიდევ ერთ საშოს დავათებ ეგვიპტეს. მოდი დავსვათ კითხვა. თუ ღმერთი აკეთებს ამას ყველაფერს, რა შუაში ფარაონი? თუ ღმერთი აკეთებს ამას ყველაფერს, რა შუაში ეგვიპტე? აი ამას თავის დროზე ყურადღება მიაქცია ღვთისმსახურება საეკლესიო წერილმა ორიგენემ და მე ყველა მამამ ახალი რაღაც განსხვავებული არავის არ აქვს. მოდი მეგობრებო, თქვათ ერთი ასეთი რაღაცა. ესო კარგად გავიგოთ. ღმერთის ერთ-ერთი თვისებაა ყველგანმყოფობა. სხვანაირად ყველგანმყოფობა გულისხმობს ასევე ყველგან სადაც უნდა იქ მოქმედებს. ჩვენ ვიცით მოძღვრებითად ერთი რამე, რომ ღმერთის მაცხოვნებელი მოქმედება აღესრულება მხოლოდ მის ეკლესიაში. მხოლოდ მის ეკლესიაში, ეს არის მართლმადიდებელი ქრისტიანობა. მაცხოვნებელი მოქმედება. სხვა მოქმედება ღმერთი არის მაცხოვნებლობით არის ამ ეკლესიის შეზღუდული, თავის თავაცხადია, ვისაც უნდა აცხოვნებს, ვისაც უნდა არა. თავის თავაცხადია, ჩვენ ვერ ვიტყვით ღმერთი რას გააკეთებს. ეს მისი ნება, მაგრამ მოძღვრებითად ვიცით, რომ ის ეკლესიაა ერთი, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო. აი აქ არის მაცხოვნებლობითი წია. ეს გვგსწავლებათ, ახლა ის რას გააკეთებს? ეს მისი ნება, ეს მისი თვითუფლებრივობაა. თორე მაცხოვნებლო მე არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ამის იქით მას არ უსწავლებია და მის მოციქულებს არ უსწავლებია და იმიტომ და ანგელოზ მას რომ ითხოვს არ დაუჯერებ, რომ ამის წიაღის მიღმა სადმე არის მაცხოვნებლობითი წიაღი იქით. ეს გამოუწყვეტ. მაგრამ ღმერთი მოქმედებს ყველგან. აი როგორ ფიქრობთ თქვენ ახლა კამბოჯაში რომ ბავშვი დაიბადა. ვიეტნამში რომ ხია მოდის და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. შესაძლებელია ეს სიცოცხლე არსებობდეს და ხარდაჭერილი იყოს ისე რომ სულიწმინდის მადლი მას არ ყვებავდეს. წარმოუდგენელია რანაირად. უმყოფელობიდან მყოფებაში როგორ შემოვიდა ადამიანი. პიროვნება როგორ გაჩნდა. რაღაცა როგორ იზრდება ბუნების კანონებით არა. ბუნების კანონები ის არის და დაასაწყლა თავად უნივერსმა, თავად ღმერთმა. მაგრამ ღმერთი ყველგან მოქმედებს აბსოლუტურად. მოქმედებდა თუ არა ღმერთი როდესაც ალექსანდრე მაკედონელი თავის იმპერიას და თავის თავაცხადია მოქმედებდა. მოქმედებდა თუ არა ნაბუქოდონოსორ თავის თავაცხადია მოქმედებდა. კიროს მეფე რომელიც ბრძანებითაც ზაგვია ისრაელიანები ბრუნდებიან და იუდას ტომი იერუსალიმის აშენებას იწყებს წმინდა მამათა ეგზეგეტიკაში ქრისტეს წინასწარია პირდაპირ.
მართო მოქმედება ხდება ყველგან. ღმერთსაც უნდა და ვისაც უნდა შეეწევა და ვისაც მინდა მივიახლოვ და ვისაც არა. ასია ეგვიპტეშიც. როგორ ფიქრობ? საჭიროა თუ არა ნიჭი ქონდეს ადამიანს საიმისოდ, რომ ამხელა ქვეყანას ასე ორგანიზებულად მართავდეს როგორც ეგვიპტე გახდა. თავისთავად ნიჭია საჭირო. ეს ნიჭი საიდან აქვს ფარაონს? საღვთო დაშვებით ღმერთი აძლიერებს მას, აძლევს ამ უნარს, რომ მართავდეს ქვეყანას. აი როდესაც ამბობს ღმერთი, რომ მე გაუსასტიკებ გულს ფარაონს, აზრად ამას ეს ასიშტავს ცით ორიგენიც ამას აქცევს ყურადღებას, ეს ასიშტავს ცით რომ ფარაონს ასუსავ. აი ამ შემწეობას მოუხსნე და დავტოვებ რისამარა. თავისი ადამიანური შესაძლებლობების სამანავ, თავის ლოგიკას გაყვება. თავისი ლოგიკით იაზრებს, ანუ შემწეობა, ანუ ის არ ექნება, რითაც ის ამ ქვეყანას მართავდა. აი ამ შემწეობას წავართვი მას, ატო წავართვს. ფარაონმა თვითონ დაუხუჭა თვალი ღმერთს და იმიტომ ფარაონმა ამაზე თქვა არ მინდა. არ ვიცნობ ამ ღმერთს. ამ ღმერთს ასე თქვა დასცინა, ამ ღმერთის უცნურებაზე გააკეთა აქცენტი. ფარაონმა თქვა ეს ღმერთმა თავისი თავი და დაანახოს და ორიგენი ამას აქცევს ყურადღებას, რომ ამ ხედულობას, ამ დამნახველობას ფარაონი არ მიიღებს. მოყავს ასეთი მაგალითი, გახსოვთ მაცხოვრის მაგალითი თესვარის შესახებ. ზოგი ეკლონში დავარდა, ზოგი ნაყოფიერ მიწაზე დავარდა, თესლის გაუხარებლობა რისი ბრალია? თესლის თუ იმისა ადგილისა, რომელად ამ ადგილისა თავისთავად ცხადია. ეს მადლი თანაბრად მოეფინება ყველაზე, მაგრამ ფარაონმა გული გაისასტიკა, ფარაონმა ეს გული გაიხრიო, გაიეკლოვანა, ის შედეგადაც თესლმა მაშინ ვერ იეყარა, ნაყოფი ვერ გამოიღო. ეს არის სიმბოლური თქმა იმისა, რომ რადგან ფარაონს უნდა უნაყოფო იყოს ეს ნიჭიერება, მაშინ ამის გზას, ამ საშუალებას მე მას მოუხსნე და დავწოვებ თავისი ძალების ამარად. ეს მას ნიშნავს გულს გაუსასტიკებას. რამდენჯერ მეიქნება ეს ნათქვამი და ამას თავისთავად ცხადი აღარ გავიმეორებ, იქ მას უგულისხმობ. და მეორე რითაც უნდა დავასრულო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ეს ძალიან საინტერესო ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსემ უნდა აღასრულოს თუ არ დაგიჯერა ფარაონმა ღმერთი ეუბნება მოსეს, ეს კურთხი რომელიც ხელში გიჭირავს დააგდე მის წინაშე და გველად გადაექცევა. დღეს ამ სასწაულს მოყვები და ამით დავასრულოთ. თავისთავად ცხადია, ფარაონი უარს ეუბნება მოსეს და არონს და მოსე მიუთითებს არონს დააგდოს ღვთიური კვერთხი, ეს კვერთხი ხან არონს უჭერავს და ხან მოსეს. იმას კიდობლის წინ დაიდება წმინდაში და დააგდებს არონი ამ კვერთხს და წმინდა წელში წერია, რომ ეს კვერთხი გველად ერთ-ერთ რედაქციაში ვეშაპი წერია, ეს ძველი ქართული რედაქცია, გველად გადაიქცევა და უხმობს თავისთან ქურუმებს ფარაონი, ეს თავისთავად უხმობს ანიშნავს, რომ დაიპარეს ისინი იქით მიუთითებს, მოუწოდებს, რომ მათაც გაიმეორონ ეს სასწაული, მათაც აჩვენენ როგორი ძლიერია ღმერთი, მოსე თავისი ღმერთის სახელით რომ მოქმედებს ფარაონი. კურუმები თავიანთი ღმერთების სახელით მოქმედებენ და იგივე გააკეთეს, იგივე მოიმოქმედებს კურუმები. მაგრამ მე წერია წმინდა წელში რომ შეჭამაო მოსეს კვერთხმა, მოსეს გველმა კურუმების კვერთხები, კურუმების გველები. ფარაონმა გული გაისასტიკა, გაყარა მოსე და არონი უარით. მოდით შევეხოთ აი ამ მომენტს და ნახოთ რა მოხდა აქ. მეგობრებო, ქრისტიანულ ლიტერატურაში ჩვენ გვაქვს ასეთი ტერმინი, სასწაულები და ნიშნები. განმარტება ხდება რა არის სასწაული და რა არის ნიში. გრიგოლ ნოსელი, ბასილი დიდი, ივანე ოქროპირი საუბრობენ ამის შესახებ და რამდენადაც მახსოვს. და რა აუგუსტინეს ასაც აქვს მგონი. ბოლოს ვეღოდასტურებ. სასწაული არის, როდესაც გრიგოლ ნოსელი ამბობს. ბუნების თვისებათა კანონები იცვლება. ხოლო ნიში არის, როდესაც ეს კანონები არ იცვლება, ივანე ოქროპირი და ბასილი დიდი მიუთითებენ, მაგრამ რაღაცა მოვლენა, რაღაც ბუნებრივი მოვლენა აშკარად მიუთითებს საღვთო ხელზე. აი მაგალითად, თქვა სიტყვაზე ვთქვათ ხო, ქართლის ცხოვრებაშიც არის ხო მიწის ზურა და ზოგადად მასში არის, აქვია, ისტორიულ მატიანებში არის, რომ მიწის ზურა, ეს რაღაც რისხვა, ღვთის რისხვა და რისხვა მითითებული, დღეს თავისთავად ცხადია,
მოქილიკე პროგრესული თეოლოგები ამას დასცინიან და უბრალოდ ბუნებრივ მოვლენას მიაღწევენ და თავის დავაწყადია ბუნებრივ მოვლენა, მაგრამ ამ ბუნებრივ მოვლენაში საფრთხო ჯიშილ დავინახოთ და მითითება დავინახოთ, ამაში ცუდი და მიუღებელი არაფერია, ყოველ შემთხვევაში რელიგიური აზრი მას არ გაურბის და ამ ქილიკისაგან თავს იზღუდავს და ყურადღებას ვაქცევთ რას? გრიგონოსელის მიხედვით, ესე იგი, სასწაული რა არის, როდესაც ბუნების თვისებები იცვლება. მოდი ნახოთ რა არის ბუნების თვისებები იცვლება. ნახეთ, ამას თავის თავაცხადია შემდეგ ლექციაზე ვისაუბრებ, უბრალოდ მაგალითისთვის მინდა მოვიტანო. აი, პირველი საჯელი ეგვიპტეში იქნება რა? პირველი საჯელი ეგვიპტეში იქნება ნილოსის წყლის სისხლად გადაქცევა. და წმინდა წერილში წერია, რომ ქურუმებაც იგივე გააკეთეს. დეტალებს შემდეგ ლექციაზე ახლა უბრალოდ მაგალითისთვის მინდა ეს. სინამდვილეში ქურუმებმა წყალი სისხლად გადააქციეს. წყალი გააწითლეს. ანუ წყალი კი არ შეიცვალა, წყალს ბუნება კი არ შეიცვალა, ფერი შეიცვალა, გარეგნობა შეიცვალა, წყალი წყლად დარჩა. ნახეთ? აცხოველი ვახტეს სასწაულს. წყლები გადააქცია ღვინოთ, ხო? რა არის ეს სასწაული? წყალს ღვინის გებო კი არ მიეცა. არა, თვისობრივად გამოცვლა მოხდა. თვისობრივი გამოცვლა მოხდა. აი მაგალითად არის ერთი ასეთი სასწაული. საჯელებში იქნება ეს სასწაული. ცეცხლოვანი სეტყვა. სეტყვა რა? სიტყვა ეს არის წყალი, ხო? გამყარებული წყალი. წყლის თვისებები რა არის? სისველე, სიმძიმე, სიცივე. ცეცხლი რა არის? სიმშრალე, სიმსუბუქე, სიმშრალე, სიმხურვალი. ანუ ნახეთ, ცეცხლოვან სიტყვაში გაგვაქვს სიმძიმე და სიმსუბუქე გვაქვს ერთად. რომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიმძიმე და სიმსუბუქე ერთად იყოს? სისველე და სიმშრალე გვაქვს ერთად. სიცივე და სიმხურვალე გვაქვს ერთად. აი რანაირად შეიძლება ეს ყველაფერი ერთად? არ შეიძლება. მაგრამ თუ არის ეს არის სასწაული. ანუ ბუნებითი თვისებები, ბუნებითი კანონია მოშლილი. აი, მე არ მინდა ახლა შევსწავლდე, მაგრამ გრიგონოსელიცაც საუბრობს, გახსოვთ ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ, სამყაროს შექმნის შესახებ საუბრობს, მე მაქსიმე აბსალებელსაც აგეს ლოგოსების მოსწრების შესახებ წაღებული, რომ გრიგონოსელის საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სამყაროს შექმნას უწევს აი ამ ლოგოსების, ანუ თვისებების, ანუ პოტენციების შექმნა. რომ აი ეს სიმშრალე, სიმხურვალე, სიცივე, სინოტივე, სიშორე, სიახლოვე, ეს ყველაფერი დაასაძა, პრინციპები დაასაძიკლა ხვერთვა და შემდგომ მათი შეერთებით მოხდა მატერიალური სამყაროს წარმოქმნა. აი, სასწაულზე საუბრობთ, გულისხმობს საუბრობს სწორედ ამაზე. მან, რომელმაც თქვა, რომ ეს პრინციპები ერთად იყოს, ეს ერთად იყოს და ეს ერთად იყოს, მასვე შეუძლია ეს პრინციპები, სხვადასხვა ადგილას ჩადებული პრინციპები ამოიღოს და სხვა რეალობა, სხვა სიახლე შემოგთავაზოს. ამიტომ სასწაული ეს არის ის, რასაც მეცნიერება ვეცდება, ანუ სადაც ბუნების კანონები როყვა. ნიში კი არის ის, სადაც ბუნების კანონი შენარჩუნებულია, მაგრამ საფრთხო ხელი იხილება. რა მოხდა? მეგობრებო, ეს კვერთხი, რომელიც დააგდო მოსე, ეს კვერთხი თვისობრივად, რომელიც გამხმარი რაღაცა ტოტის ნაწილია, ცოცხალ ბიოლოგიურ არსებად გადაიქცა. იმ დროს, როდესაც რა გააკეთეს ქურუმებმა. იცით თქვენ ეგვიპტელს აქვთ კვერთხი, მოკლე კვერთხები აქვთ. მოკლე კვერთხები აქვს, აი ფარაონის ასე გამოისახება, ხო? მოკლე კვერთხი, ხო? მომყვალებულად. აი არის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რა გააკეთეს იმასმა ქურუმებმა. იცით თქვენ არის ასეთი შელოცვა, დღევანდელ დღესაც გამოიყენება, სადაც ხდება გველების გახევება, დაკიპნოსებას. აი ეს გახევებული გველები შეფერილობით ქურუმთა იმისა, რა ქვია, კვერთხისა. აი ეს გახევებული გველები მოისროლეს და იმ გას ოდნავ შეეხებიან და სამდე დავარდება, ეგრევე აზზე მოდის და ანუ ეს გახევებული გველები ვითომ კვერთხები, ანუ სასწაულიდან მოხდა რა გრიგონოსელის ტერმინი. შექმნეს რა? ილუზია. აი სასწაულის ანტი ესე ქვია, ფაქტი არის ილუზია. შექმნილი ილუზია, ამიტომ ეკლესია ყოველთვის არის დარაჯებული, რომ ილუზიის ტყვე არ გახდეს ადამიანი. რომ ნამდვილ სასწაულს აქვს სხვა ნიშნები და ილუზიის ტყვე არ გახდეს ადამიანი. ჩვენ კი ქრისტიანებს გვაქვს ძალიან საინტერესო, რომ ნამდვილი სასწაული, ჩვენ ნამდვილი გამოცხადება გვაქვს წმინდა წერილში და ევქარისტიაში და სხვა გამოცხადებას ქრისტიანი უბრალოდ არ ეძებს და აღარ იმაშობა. ყველაფერი გითხრა ქრისტემ, ყველაფერი ყვაჩვენა ქრისტემ. შესაბამისად, აი ეს გველად ქცევა არის ის, რომ სიბრძნის სიმბოლოა, იცით თქვენ გველი და ფარაონს ელემენტარული დასკვნა უნდა გაეკეთებინა. რომელიც ღმერთი, რომელიც ღმერთის სახელითაც ეს მოხდა. სუსტი კი არა. ერთადერთი კი არა.
ყოველ შემთხვევაში ჩემ ღმერთზე ძლიერია. ჩემი ღმერთის სიბრძნე შეჭამა მოსეს ღმერთის სიბრძნე. აი ამ დასკვნამდე არ მივაი ის და სწორედ ამის გამო დაიწყება ის სასჯელების შესახებაც შემდეგში ვილაპარაკებ. ვიცი ძალიან დიდი დრო დავიჭირე, საკმაოდ ისეთი სულ რამდენიმე თავზე, 3 თავზე ვისაუბრეთ, მეც არ ვისაუბრია ნამდვილად, მაგრამ რაღაცნაირად ისე წაიწყო ეს საუბარი, ერთი მოვლენა მეორეს მიყვებოდა, ამიტომ რაღაცნაირად გაჩერებას ვამჯობინე, რომ ეს თქო დაგვეხარჯა დღეს. დიდი მადლობა. რა შეგეთქვათ? ხო, კოკინის. ფარავნი ორი ადამიანი მოვიდა, რომელიც მის პერსპექტივიდან აბრუნდებს მონებს. უფრო მარტივი არ არის ეს სოფლის პრინციპი, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. მოაჭერი თავი, თან რა ღმერთი ხარ, ცოცხალი ღმერთი ხარ, რავი, ვინ დაგიწყებს შენმა იურიდიული პრობლემების ჩერებას. რატომაც არა. რატომ არ მაშულეს. კარგი, მოდი მეორე რამესაც შევხედოთ. არ გიჩნდება კითხვა საერთოდ ფარაონთან როგორ შეაღწიეს ხმა? ამ სტატუსი გასაგებია ეს. რა სტატუსი? მოსესი არ მისდებოდა არა, ეს არა ისა, ესე იგი მე სხვა გამომჩა. ის დინასტია წასულია მთლიანად. სულ სხვები არის. მოსეს განაერი სტატუსი აქვს. მოსე რა დაიხოცაო ყველა ისინი წერია წმინდა წერილში. ეს სხვა აბსოლუტურად სხვა არის, სხვები არის. მოსეს მათთან აქვს აი არაფერს არ წარმოუდგენს. არ გიჩნდებათ ეს კითხვა, როგორ მოხდა მოსე ფარაონის წინაშე? ყველაზე დიდი რაც შეიძლება მოსემ იმას აკნას, დაიკნოსოს თავისთან საჩივარი და ფარაონს გადასცემ, იმას მისახურება უნდა. ვინ შეგიშვება ფარაონთან? ფარაონის სახეს 10 წლის განმავლობაში შეიძლება ერთხელ იმას თვითონ სასახლეში ენახა ან არ ენახა. ფარაონის სახის მზირა ეს იყო ღმერთის დანახვა. გახსოვთ ხო, ვისაუბრეთ ამაზე, ცნობილია ერთი ფაქტი, ეგვიპტელ ჯარის გასუთხეს, რომ მომზადებული იყო, ხვალ ფარაონს უნდა შეხვედროდა ნერვულობისაგან მოკვდა. იმსაღამოს მოკვდა ნერვულობა, ღმერთი უნდა ენახა და განიცადა ძალიან. ვინ განახდა ასე ვინ არიან ესენი უშები? რატო როგორ მოხდნენ ფარაონთან? საქმე ეს გახლავთ რომ ცოტა მოგვიანებით ეს წმინდა წერილში დაფიქსირდება. სავარაუდოდ ტომი, რომელიც ტომსაც ეკუთვნის მოსე და არონი, ლევის ტომი. ეს ტომი თავიდანვე გამორჩეულია, ყოველ შემთხვევაში ეგვიპტელთა თვალში ის ასე ჩანს, არის სამღვდელო ქურუმთა ტომი. და ეს სამღვდელო როა, ხო? დაჩაგვრა კი სუსტი ღმერთი ყავს და იმიტომ, მაგრამ როგორ გითხრა, ანუ ღმერთის წინააღმდეგ ასეთ რადიკალურ ზონებზე წასვლა შესაძლებელია, მათ არც მიაჩნდათ ვისაც შეწყვეტილ რელიგიური კაპიტალობა მისი არ ყოფილდათ. ეს ერთი და მეორე. არ ფიქრობ რომ რელიგიურ მასაკე ეროვნულ ლიდერს დაბადებდნენ მათში? რომ ამ ხალხში დაიბადებოდა ეროვნული ლიდერი? ანუ ნახე რამდენი გითხრა, შენ იყო ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ გამოსავალი რა შეიძლება იყოს იმაზე ვსაუბრობენ, თორე არა იმას რომ ეს კითხვა უსაფრთხოა. ყველაზე ასე ვთქვათ, ნაყოფიერი მოკვდინება მოსესი და არონის, ყველაზე ნაყოფიერი მოკვდინება არის ხალხისაგან თვითონ თავისმა ხალხმა გამდევნოს ისინი, თვითონ თავის ხალხმა მოიძულოს ისინი, თავის ხალხმა გარიყოს. ამაზე დიდი მკვლელობა ვერ იქნება ფიზიკური მოკვდინება. აი ხო მოახდინა რა ხომეჯანა. კი მოახდინა როგორ კი აქ მომენტში ესე სიტყვით დაესაჯა ეთქვა მე ამ უნებისთვის რომ აი ამათმა სუდრეში ჩაგარდეს ხოიტანჯეთ ეხა მე ესე დავხოცე და ეხა ისევ შეგიწუბუქებ და პირიქით კაცო დააფასებდნენ და თოთოთოთო ხო გასაგებია მაგრამ ნახე ჩვენას ორივე თვალისწინებთ იმას რომ ფარაონისათვის აი ეს ძალას არ წარმოადგენს თავიდან ისინი არანაირ ძალას არ წარმოადგენენ არაფერ არ მიიჩნევს ამათ კი რატომაც არა შეიძლება ასეც გაკეთებულიყო მაგრამ აქ შეიძლება ვისაუბროთ საფრთხო დაშვებაზე რომელიც ისტორიულად ასე გამოჩნდა. შეიძლება ამაზეც ვისაუბროთ თავის თავაცხადე, მაგრამ ცოტა მოგვიანებით, უბრალოდ დღეს ვეღარ შევეხი ამ თემას. ფარაონი იტყვის მოსეს ასეთ რაღაცას. წადი და ილოცეთ ღმერთის წინაშე ჩემთვის. ეხოცება რომ ღმერთის წინაშე ილოცონ. აი ეს საკრამენტალური ელემენტის ატრიბუტიკა, რასაც ატარებს მოსე თავის თავში. რაც იცის ეს ფარაონმა, ხო, მისი ავტორიტეტი. შესაძლებელია დისტანცირებას ახდენს მასში. შესაძლებელია. შეიძლება
ვიღაც ღმერთს იმის ხალხი დაუმონა, მაგრამ იმის ქურუმების დახოცვა არ შეიძლება. ხო, აი რაღაც აი საკრამენტალური ის აქვს, რაღაცა ტაბუ აქვს. მოსეს, რომელსაც წარმართიც უხდება. შესაძლებელია. თუმცა კიდევ ერთხელ კითხვა ძალიან საფუძვლიანია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მერე ვნახავთ ძალიან იძაბებას ურთიერთობა ფარაონსა და მოსეს შორის და ფარაონსა და ფარაონის მოხელეებს შორის. ან ფარაონი ორცელში ვარ, აქეთ მოსე ყავს, აქეთ თავის მოხელეები. აი მარტო დარჩა. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობა ეს სულ მარტო იდეოლოგიურად მარტო დარჩა. მარტო ავტორიტეტი აქვს პოლიტიკური მოჩვენებათა. და იმას შეეწირება. ნახავთ ამას. შესაძლებელია ეს პუშინს ვერ. ხომ არ არის ეგზეგეტიკას პარალელები ფარაონსა და პილატეს შორის? არ გვინდა. მოსე წინასახე მესიისა კი, მაგრამ ფარაონი პილატეს არ ანამდვილად. მე არ ვიცი. კითხვა მაგ. კი. აი მოსე აი ეგვიპტეს სასჯელის საკითხზე. ეს ხომ ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენი ზოგადად ქრისტიანობიდან ხო არის სასტიკი. რომელიც საერთოდ აი სასჯელი, ღვთაებრივი სასჯელი. 10 სასჯელი? კი. სასტიკი ხო არის და ეს სასტიკი ხო უფრო სიმკაცრე. ნუ აი ქრისტიანობიდან რო ვთქვათ, ხო რაღაც ბავშვების გამოწვევაც ხო არის ახალშობილების. ეს როგორ ჯდება ასე ვთქვათ ქრისტიანობაში. ასაგებია რასაც ამბობთ. და მეორე კითხვა მაქვს, აი ფარაონს ხო აქვს რაღაც მადი, აი თქვენ რა მომწონს. ფარაონს მაგალითად შემწეობა, ნიჭიერება აქვს მაგის. კი, ნიჭი ასე. ამას მაგალითად პროტესტანტების ამბობენ, რომ არის რაღაც რჩეული ხალხი, რომელსაც ასე ვთქვათ, ღმერთმა შეეხო ხელით ამას უხეშებოდა. და არის ხალხი, რომელიც ისინი მაინც ცოდვილები არიან, ასე ვთქვათ. და ეს ამასაც როგორ ხსნის აი მართლმადიდებლობა და მაშინ ეგრე თუ არის ღმერთი ვიღაცას იხმარება ჭალებში შემწეობა აქვს და ვიღაცას არ აქვს ეს ხომ შეიძლება განვავრცოთ ყველაზე წმინდანზეც, ცოდვილზეც, კვლელზეც და ასე შემდეგ. საქმეს ეს არის, პირველ კითხვას შევეხოთ ჯერ ანუ ეს სისასტიკესთან დაკავშირებით საუბრობთ, ხო? სისასტიკესთან დაკავშირებით. პრინციპში მეორე კითხვის პირველ კითხვასთან იკვეთება. ჩვენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ჩვენ ვერანაირად ვერასდროს ვერ ვთქვით ღმერთმა ეს ატომ გააკეთა თუ პოსტფაქტუმ ამას არ მოვუშველებთ. ვერანაირად რა განაზრახი აქვს, მას თუ პოსტფაქტუმ არ დაფიქსირდება, სხვა წინდაცნე ჩვენ არ ვიცით. მოდით ვნახოთ რომელი ღმერთის სახელით საუბრობთ ჩვენ. ეს არის ღმერთი, რომელიც აი ამ ეგვიპტელებისთვის ჯვარს ემოქმედება. ის ამ ეგვიპტელებსაც გამოიხსნის თავისი ჯვარსმიერი სიკვდილით. ამ ეგვიპტელებს, იმედომელებს ყველას გამოიხსნის. ყველასთვის მოვა, ყველასთვის მოკვდება, ყველასთვის მოკვდება იესო ნაზარელი. ანუ რისი თქმა მინდა მე. აი იმ მომენტში, როდესაც ეს ყველაფერი ხდება, მარტო იმ მომენტშია წმინდა წერილში ჩვენ ხდება რამდენიმე ადგილი, სადაც ღმერთის ასეთი სისასტიკე ჭალებში ფიქსირდება. ძალიან თუ ყურადღება მიექცეთ, ეს არ არის ღმერთის სისასტიკე. ეს არის საფრთხო სამართალი, რომელიც სისასტიკეთ ილიქება, რომ სისასტიკეთ იღებს თავისი თვითონ. თვითონ აი როგორ გითხრათ, აი წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა, ანთია ცეცხლი. ცეცხლი ანთია. და ერთი ამ ცეცხლთან ზის და თბება და მეორე შევოდა ამ ცეცხლში ჩაჯდება შიგნით. ცეცხლს თვისება, ცეცხლს თავისი გამომავლენება, ცეცხლს თავისი დამოკიდებულება, არც ერთისადმი შეუცვლია და არც მეორისადმი შეუცვლია. მაგრამ ერთმა ერთი დამოკიდებულებით მიმართა ამ ცეცხლს და მეორე დამოკიდებულებით მიმართა ამ ცეცხლს. ამიტომ ერთი გათმა მეორე დაიწყო. ერთისთვის განად და მეორისთვის დაბლდა. ანუ ღმერთის მოქმედება, ღმერთის არის ერთი მოქმედება, სიყვარული და სამართლით. და ეს მოქმედება შენში როგორ აისახება? ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. ამას დახვდები მორჩილად და მიმღებელად წყალობით აისახება, არ დახვდები და სისასტიკით აისახება. ანუ შენ ასასტიკებ ამ სამართალსა და წყალობას შენ ცხოვრებაში და არა ის რომ ღმერთი ვიღაცისთვის ასეთია, ვიღაცისთვის ასეთი. ეს გამორიცხული. ღმერთს როგორც უყვარს იუდა, ზუსტად ისე უყვარს ივანე ღვთისმეტყველო. ისე უყვარს მოსე, ისე უყვარს ფარაონი. არ შეიძლება ღმერთში ცვალებადობა არ არის. ღმერთს ყველა უყვარს. მაგრამ ეს სიყვარული იუდასთვის არის ისეთი, იოანესთვის არის ესეთი. სიყვარული ერთია. მაგრამ მიმღებლობაა მეორე. წყალობა ერთია. მიმღებლობაა სხვადასხვა. სიბრძნე ერთია. განაზრებაა სხვადასხვა. ანუ, როდესაც წმინდა წერილი საუბრობს, რომ ესენი ღმერთმა დახოცა, ღმერთი კი არ ხოცავს. ღმერთს
განგებულება. ამ განგებულების სახურების მიმღებლობა ან არ მიმღებლობა, რომ ხოცავს, რომ ტანჯავს, რომ აწოწყლებს, რომ გადაარჩენს და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ყველაფერი მოდის ღმერთისაგან მხოლოდ და მხოლოდ კეთილი და სახიერი. ეს ცალსახადასია. მხოლოდ სიკეთე. აი ნახე. ღმერთი არის ყველგან. ღმერთი არის ყველგან ასე შავს ღმერთის, ანუ საფრთხო მადლი, საფრთხო მოქმედება არის ყველგან. ყველგანში არ იგულისხმება მთელი დედამიწა. ყველგანში იგულისხმება ყველა განზომილება. ანუ ჩვენი გონება, რასაც ჩვენ ვუწევთ, იმაზე უფრო ყველგან. ნახე. გავიდა ამ ქვეყნიდან ანდრია მოციქული და გავიდა ამ ქვეყნიდან, რა ვიცი, ანანია და საფირო, ხო? იუდა და რა ვიცი, არიოს, რა ვიცი. ორივე მოხდა ნათელში. ორივე საფრთხო ნათელში. თაბორის ნათელი, ახლა ამ ოთახში საბორის ნათელია. ჩვენ ვერ ვხედავთ მას. აი დიდი მამა, დიდი მლოცველი მამა ამ ნათელს ხედავს და გძდობს. ჩვენ ვერ ვხედავთ, თუმცა როგორ ვხედავთ, ანიშნავს არ არის. არის როგორ არ არის. ადამიანი გარდაიცვალა ამ ნათელში გადის სწორედ. მაგრამ ეს ნათელი ერთისთვის წველი ხდება და მეორესთვის გამამხიარულებელი ხდება. რატო? ნათელი ამას ასიანათებს და იმას არა, ორივეს ერთნაირი სინათლით ხდება. მაგრამ ეს ერთი და იგივე მანათობლობა ერთისთვის ტანჯველია და მეორესთვის გამამხიარებელია. ღმერთი კი არ ტანჯავს. თავისი შეხვედრა ტანჯავს ამ ნათელთან. ღმერთი კი არ აწიოკებს. მისი დამოკიდებულება საფრთხო განგებულებასთან აწიოკებს თავის თავს. ღმერთი არ შეიძლება ღმერთისგან მოდიოდეს ამე უარყოფითი, რამე უარი, რაიმე ის ღმერთიდან მოდის ყოველთვის დადებითი. მისი ცვალებადობა, მისი გასასტიკება, მისი გაუხეშება, მისი ასე ვთქვათ, მასში ნაკლები მოწყალების დანახვა. პოსტფაქტუმ ხდება არა იმიტომ რომ ღმერთმა რაღაც ასეთი მოიმოქმედა წინდაც, იმიტომ რომ ამაზე მისი სამართალი, მისი წყალობა, მისი სიყვარული ასე დაილდა და ასე აისახა. ღმერთი ვერ შეიცვლება. წარმოუდგენელია, ღმერთი ვერ შეიცვლება. ღმერთი თუ შეიცვლება, ღმერთი არ არის. ღმერთი თუ არის სიყვარული, ის სიყვარულია ფარაონისთვისაც, მოსესთვისაც, იუდასთვისაც და იმისათვისაც, რა ვიცი, მაოძედუნისთვისაც. ყველასთვის სიყვარულია. მაგრამ რა დამოკიდებულება აქვს ამ სიყვარულთან, რა მიმღებლობა აქვს ამ სიყვარულთან? აი ამაშია საქმე. შესაბამისად ორი დეტალი ხარ შეეხება მეორეს, რომ აი რაღაცა არსებობს ისეთი ხო კასტა. ეს პროტესტანტებს არაფერი სიახლე არ აქვს აქ. ეს გნოსტიციზმისაგან აქვს წამოღებული სავარაუდოდ მათ, სადაც არსებობდა ერთი რაღაცა კასტა, რომელიც თავიდანვე აპრიორი მიცემული აქვს ეს ისა რა ქვია, ხო? ანუ ამას არსობრივად დაუპირისპირდა ეკლესია, როდესაც გნოსტიკური სექტები მოქმედებდნენ და ამ ნიშნით რჩეულობა ხდება, რჩეულია ყველა. რჩეულია ყველა აბსოლუტურად, მაგრამ ღმერთი თავისი ყოვლის სოდნეობის ყოლობაზე ამ ყველა შორის იმ მოღვაწეს ამოირჩევს, რომელიც გახდება მისი ორგანო, იარაღი, ანუ მისი ნების რეალიზატორი მათ შორის. სხვაგვარად რო ვთქვა, ეს ყველაფერი ილექება საფრთხო ყოვლის სოდნეობის და წინასწარ ხედვაში. რას ნიშნავს ეს ყოვლის სოდნეობა? რას ნიშნავს ეს წინასწარ ხედვა, რომელიც ადამიანის თავისუფლებას არ შეურაცხყოფს, არ შეავიწროებს? ამის ახსნა ბოლომდე მე ერთ ლექციაზე გელაპარაკეთ, თქვენ აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ სასופველისული პერსპექტივიდან. იმით უნდა გავზრდოთ. რა არის ნამდვილი თავისუფლება? ანუ ეს ყველაფერი ილექება სწორედ ამაში. რომ არ არსებობს, ვერ იქნება ასეთი კასტა. აი მაგალითად, ხო, არის სამღვდელო დასი. და რა გინდათ, ხო, სამღვდელო დასში ყველა ის არის, სათრუნდა ის არის? ქვეყნის პატრიკებია, სადაც საუბრობენ, რომ ყველაზე საშიში სწორედ მაცხოვნებლობის თვალსაზრისით ყველაზე შორს სასულიერო პირებით განასწორებს. გახსოვთ ხო, საქვია, ეპისკოპოსის ხელზე დგავარო, ჯოჯო ხელშეგუარის ის. ანუ ასეთი კასტის არსებობა ეკლესიისთვის აბსოლუტურად გამორიცხულია. შეიძლება იყოს ვიღაცამ გალობელი იქ, ან და ვიღაცა მორჩილი, რომელიც შეშასაგრობს და გაცილებით დიდი და მაღალი. ვით რაღაცა დიდი იერარქი, რომელიც იმას აკეთებს აბრიელებს. ასეთი ის გამორიცხული ეს ტრანსფერი არსებობს. მე დავამატებდი, რომ სისასტიკე საერთოდ შეიძლება არასწორი სიტყვა ზნა, სიმკაცრეც კი, იმიტომ რომ ღმერთის დამია ეს დამოკიდებულება ჩემს რომ ღმერთი ვერ იქნება სასტიკეს, არაძალადობას, რაღაც ფუჭი პაციფიზმი, არაფერ კავშირში არ არის თვითონ საფრთხო სიტყვასთან, რომ ქრისტე პირდაპირ ამბობს ცეცხლით და მახვილით მოვედიო, რათა ძმა ძმისგან გავყო და ასე შემდეგ. იდეოლოგიურია და ასოს ვერ ვიტყვით.
მანდარის ათქონი რა ის რომ თუ კი ადრე ყველაფერი დაფარული იყო და ამ სიბნელეში სიცრუე და სიმართლე ვერ განიყოფოდა ერთმანეთისგან ხო ქრისტიანული ნათელი მოიტანა მახვილის მისაფენად მომიდიო ქრისტიანული მახვილი მოიტანა ხო მახვილი რა არის ამხილებელი სიტყვას ნიშნავს ადამიანიდან ვერანაირად ვერ იქნება ძმას ანუ სიმართლე და სიცრუე ერთად ვეღარ ხო მან მივდიოდი რომ ჯერ კიდევ ქრისტიანთა სოდომი და გომორი ცეცხლით მოისრა და ამოიშანტა სრულიად ხო მის მოსვლამდე მან ვექნა ეს ქრისტიანი ვექნა ხო წმინდა სამეფო მაგრამ ამიტომ ეს ატრიბუცია რომ ღმერთის თვისება ვერ იქნება სისასტიკე რას ლაპარაკობ სისასტიკე კი არა ისეთი სიმკაცრე და ისეთი დამსჯელობა რომ ადამიანს ვერც კი წარმოუდგენია უბრალოდ მე მგონი ვასიკოს კითხვასთან უფრო მართებული იქნებოდა სამართლიანია თუ არა ასე ვთქვათ რა თქმა უნდა ღმერთი არის ყოველად სამართლიანი მაგრამ თუ ჩვენ ვზომავთ ამ სამართლიანობის საზომს ამ ქვეყნიური ცხოვრების ხანგრძლივობით მაშინ ჩვენ შეიძლება ეჭვი გაგვისდეს მაგრამ თუ ჩვენ გვესმის რომ ადამიანის თუნდაც უმანგოდ თუნდაც ძალადობრივად ამ ქვეყნიდან წასვლა არის არა მისთვის დამღუპველი არამედ მისთვის მაცხოვნებელი მაშინ ის ცუნამი რომელიც 12 წლის წინ როდის იყო უტყავს ტაილანდს და ღუპავს განურჩევლად 300,000 ადამიანს რომლის შიგნითაც არიან სოფლიოს ბავშვების სექს ტრაფიკინგის ცენტრის ასე ვთქვათ მოქმედი პირებიც და უმანგო ბავშვებიც ხო აი მასობრივ ტრაგედიაში ან ნებისმიერ ომში რომელშიც იღუპება სამართლიანიც და უსამართლოც ხო უმანგოც და დამნაშავეც ხო იმ ასე ვთქვათ სამართლის გასწორება ხდება არა ამ ქვეყნად არამედ იმ ქვეყნად ის ვინც მიდის უმანგოდ ის ვინც იღუპება ძალადობრივად ხო საერთოდ ძალადობრივ სიკვდილს ითვლება რომ ძალიან დიდი მაცხოვნებელი ძალა აქ ადამიანი იწმინდება და მას შეენდობა მისი ცოდვები ამის საანსოდ ამიტომ აქაც კი ვერ გაგვიჩნდება კითხვა სამართლიანია თუ არა უფალი როდესაც აი ამ სასჯელებს უგზავნის ეგვიპტეს ვისაც რა ხვდება პირადად ის მას მიეზღუება მერე ხო არა თავისთავად ცხადია ხო ჩვენ სამხო სამართლიანობას ეჭვს ვერ დავაყენოთ რომ ახსნა იყო რომ ახსნა ჭირდებოდა ამის და ამიტომ უბრალოდ მე რამინდას მინიც ხაზი გაუსვა მისი სამართლიანობა ვეროზოს ვერ იქნება შიშოლის სამართლიანობა სიყვარულით გაზომილან ორი თანაბარი აი რას ვთქვი აი სოდომში და გომორის ტრაგედიაში ვერ ვთქვით რომ ღმერთი სამართლიანი არა ღმერთი იქაც საყვარულია და იქაც სამართლიანია თანაბრა ანუ ღმერთში ნუ ადამიანში როგორ არის იცი ადამიანს თანაბრად ორივე თვისების წარმოჩენა არ შეუძლია იმიტომ რომ ქმნილება ღმერთში ყველა მოქმედებაში თანაბრად და ორივე წარმოქმნილი სამართლიანისა და საყვარელიც უფრო მარტივი ჩემი აზრით უფრო დაბორამის ვამბობ რომ დავუშვათ ჩვენი გადამოსახველიდან სამართლიანი არის თუ ადამიანს ჯილდო მიეცა ანუ თხანს იცხოვრო მდიდრად იქნა ჯანმრთელად იქნა და კარგად იქნა და ეგ სულაც შეიძლება არ იყოს ჯილდო და შეიძლება ჯილდო იყოს ადამიანის ამ ქვეყნიდან მალე გასვლა წამებით და ისეთ ადგილას მოხვედრა სადაც ისეთ სამართალს და ისეთ ჯილდოს მიიღებს რომელიც ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია შეიძლება ჩემი მოყვანილი მაგალითიც არ იყოს მთელი ცხოვრება ბრმა იყოს და ეს იყოს უდიდესი წყალობა ღვთის ხო ანუ ჩვენ რა ჯილდოდ მიგვაჩნია სულაც არ იყოს ეს ჯილდო ანუ მაგალითად მე ვამბობ მადლი მოდის და როგორ ხდება მე გამახსენდა და იობის მაგალითი რომელიც კაი კაცია და რავი კატასტროფა დაატყდა თავზე და მაშინ გავდივართ იმ დასკვნამდე რომ ამ ქვეყნიურ ყოფაში ჩვენ კარგებს უბრალოდ წარმოგვიდგენია სამართლიანობა მაგრამ შუაში არ არის იმ სამართლიანობასთან და იქ შუაში არ არის აქედან იწყება და იქ გრძელდება აქედან იწყება არა ისახება ხო ამ შეიძლება კაი კაცი იყო და აქ რა თავზე გადაგიარო და პირიქით ცუდი ტიპი იყო და აქ და გულავდა და ეს პრინციპში ან ეს ახლა ობიექტურად მაგას ვხედავთ მაგრამ ანუ გამოდის რომ პრინციპში ეს ამ საფრთხე სამართლიანობა აქაურობასთან არ არის კავშირი თქვა ანუ სამართლიანობა უნივერსალური რომელიც აქ ჩვენი პარამეტრებით შეიძლება ვერ გაიგოს მაგრამ აქ იწყება ის აქ იწყება ანუ ის სამართალი იწყება რას
აი, ანუ ის სამართალი, რომელიც რეალიზებული უნდა იყოს, ხო? ამ გადასახედიდან იწყება, გამიგე. აი, ეს არ იკარგება, ანუ ეს სამართალი იქ არის და ეს ყველაფერი ავტონომიურად აქ არის და ახლა, კაი, რაც იყო, ეგეთი რამე არ ხდება. ერთი ცხოვრება, ერთი მთლიანობა. ჩვენ ახლა ას მივიჩვენთ, ჩვენ ახლა დეტერმინირებული გვაქვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნახე რას მივიჩვენთ, აი, ადამიანის იმაში ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა არ არსებობს სინამდვილეში. ხო, არსებობს ერთი ქვეყანა, ცხოვრების ქვეყანა, სიცოცხლის ქვეყანა, ხო? ცოდვა მოიტანა ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა, ხო? თორე სინამდვილეში ეს არის ერთი მყოფობა. მაცხოვარი დასაბობს. ნუ ეძებს სასופველო ზმნით, აქ არის, იქ არის, სად არის სასופველო? სკოლაშია სასופველო. ასე შევხვდები, მე სასופველოში ცხოვრებას ვიწყებ ამ ქვეყნადვე. ან და ჯოჯოხეთში ცხოვრებას ვიწყებ ამ ქვეყნადვე. ამ ქვეყნადვე ვიწყებ. ქრისტიანობა არის უნიკალური რელიგია, რომელიც სასופველოს კვირდება არა იქ გარდაცვალების შემდეგ, არამედ აქიდანვე ამ ქვეყნად იწყება სასופველო. ეს სასופველო შეიძლება იყოს ვიღაცა მათხოვარი ზის და ის სასופველოში ცხოვრობს. დასტურდება ჩემი აზრით ეს იმაში, რომ ამ ქვეყნადვე კეთილი ადამიანი არის ბედნიერი, სახეზე აწერია და ბოროტი ადამიანი არის უბედური. განურჩევლად მისი მატერიალური წარმატებისა, საზოგადოებაში დაფასებისა, ხელშეუხებლობისა, ასე შემდეგ. სახეზევე ამ ქვეყნადვე აწერია. მათხოვარიც შეიძლება იყოს ბოროტი და შეძლებული ადამიანი შეიძლება იყოს კეთილი. მაგრამ აი ჩვენ სარწმუნოებაში და საერთოდ ნებისმიერში ალბათ ჩვენ ვხედავთ, რომ კეთილი ადამიანი ბედნიერია და ბოროტი ადამიანი უბედური. შური ჭამს, ბოღმა ჭამს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დაჩაგრა, რამდენი იშოვა, ღამე ვერძინავს, სინდისი ამხილებს. ამაზე ალაპარაკი რომ მატერიაში ამ ქვეყნადვე სულიერი თავის სამართალს შრება. ბოლო დაჩაგრული და ასე ვთქვათ, გაწვალებული ავადმყოფობებით ადამიანი, თუ ის კეთილი ადამიანი, ის ბედნიერი ადამიანი. მას სასოება აქვს ღვთისა და თუ ადამიანი არის ბოროტი, უსინდისო, ხო? სახეზე ამავე აქვე არის ჯოჯოხეთში. იას. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. იმიტომ რომ მე გახსოვთ თავის დროზე ლექციაზე გითხარით, რომ ქრისტიანობას ადამიანი კი არ შეყავს სასופველოში, სასופველი შემოყავს ადამიანში. შიგნით მაქვს ეს სასופველი, შიგნით უნდა მქონდეს ნათელი, სულიწმიდის ნათელი ის დაცოჩილაც გავალეს შინაგანი და გარეგანი ნათელი კონფლიქტი არ იქნება ერთმანეთობაში უკვე. შიგნით სიბნელია, წყლიადი. ის უკვე მწველი ხდება ის ნათელი ამ წყლიადისათვის და ხდება იტანჯვა. ანუ ამით ვსომართ, მე გეთახვები შენ უბრალოდ მთლიანად უნდა წარმოგვეჩინე ეს ასე თორე მეცაც გეტყვი სათასასופველოს უწოდებენ ჩვენ ნამდვილ სამშობლოს. ანუ ეს ყველაფერი ნაციონალობად, კულტურებად დაყოფილი, ეს ყველაფერი ცოდვის შედეგი. თორე სამშობლო ჩვენ იქ აყვაქვთ, იქ ვიკრიბებით. ერთი მეფის, ერთი გველთავის, ერთი წინასწარმეტყველის სამეუფოში. ზეციური იერუსალიმში, კრავის ქორწილში. იმას ეწოდება სამშობლო. ქრისტიანობაში. არა კიდე. კი, ლევან. Participăm în proiectul. Რამდენად სწორია ხარ პრომარტებული ინფრასტრუქტურა, ხოლო თანაბრად ზუნავს, თანაბრად აზრობს შანს ადამიანს. არა, უყურს კიდევ. მაგრამ სიყვარული უყურს მეტად ის ადამიანი, რომელიც მის მეტად ვეღარ, მეტად ოთხ ღმერთზე აღალაპარაკ. მეტად თუ სამბოლ ღმერთზე აღალაპარაკ. უბრალოდ ასე ეს სიყვარული მეტად ასახავს ეს ადამიანი თავის თავში კი. მაგრამ ღმერთს მეტად უყვარს ღმერთი აღარ. ღმერთს ვერ ეხება მეტობა და ნაკლები. ერთნაირად უყვარს, უშურველად, თლიანად ერთნაირად. ხო, მეტად აისახება, ნაკლებად აისახება თვითონ მიმღებელში ეს. მოწამე ადამიანი თუ მეტად სიყვარული გამოსახება. მოწამეში გამოისახება მეტად სიყვარული და არა მოწამისადმი მეტად სიყვარული, არა. მოწამეში გამოისახება, რატო იცით, ახეთ მოწამე ახლოს დგას ღმერთთან, იმიტომ სისხლი დაყვარა, ხო? არა სინამდვილეში იმიტომ კი არ დგას ახლოს სისხლი დაყვარა. ისე შეიყვარო, რომ შეძლო სისხლი დაეყვარა. ხო? მეცაც გეტყვით გრიგოლ ხანძთელი და საერთოდ ლიტერატურაში არის და გრიგოლ ხანძთელს ფიქსირდება ეს, რომ მოღვაწე მამები მოწამეებზე მაღლა ყავთ დაყენებული. რომ ისინი ერთ ჟამს ერთ ეწამნენ, ხოლო ჩვენო ეს მოღვაწე მამები ხო ყოველდღე მოწამეობაში ვართ. ხო? ანუ იმას სიყვარული იმაში ქრთის სიყვარული, ანუ იმაში ასე გამოიხატა, ეს იმას გენიშნავს ის მეტად უყვარს, ეს გამორიცხულია.
აბსოლუტურად გამორიცხულია. ნახეთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ახლოსა ღმერთთან, ხოლმე სიტყვაზე რომ მოწამეები ყველაზე ახლოს არიან ღმერთთან, ხო? ეს უნდა გავიგოთ სიმბოლურად. მოწამეები ყველაზე ღმერთთან ახლოს ვერ იქნება. ღმერთი არის პლუსუსას, ანუ არის მიუწვდომელი, მიუწვდომელთან ახლოს როგორ შეიძლება იყო. თუ ახლოს ახლა მაშინ სადღაც უნდა სრულდებოდეს ღმერთი და ამ სიახლოვეს წარმოიდგინეთ აი უსასრულობასა როგორ უნდა მიახლოვდეს. გამორიცხულია ეს. ახლოა ნიშნავს იმაში რომ მაშინ მეტად არის დამტევნელი სულიწმიდის მადლისა. ანუ მეტად განიცდის ღმერთთან ერთობას. და რა იმიტომ რომ ის ახლოს მივიდა და ის შორს დარჩა. ჩემში ხდება ეს ადამიანში ხდება ეს ყველაფერი. ქნილებაში ხდება ეს ყველაფერი. ენერგიების, საფრთხო ენერგიების დამტევნელობის შესაბამისად. თორე ღმერთი გამორიცხულია. დასასწრებად მე ხმის აკუთხითაც აწყვი, მაგრამ ღმერთისგან არა, ქნილებაში ასახულობით კი, მაგრამ ღმერთისგან გამორიცხულია. ქრისტე რომ ამბობს, არ გიცნობ თქვენ გეტყვით, ეგ არ იგულისხმება მანდი ის, რომ ანუ ვისაც იცნობს, ის მეტად უყვარს. იცნობს, აი მან შოთა მან თავის დროზეც გითხარით, ნიშნავს, ერთպես იმას, რომ რეზიუმირება თქვენ ჩემთან მსახურობთ. არ გისურვებს სურს შეაქცევს და უსიყვარულოდ მოექცევა კი არა, ისინი დაიტანჯებიან, ვინაიდან მოუწევთ იმ ქრისტესთან ყოფნა, რომელთანაც მთელი ცხოვრება არის, ანუ მათაც უარ სიყვარულით ეუბნება. გესმის, აი რაღაცნაირად ერთი მამა წერს, რომ საშინელი სამჟავოს კონცეფცია მაშინ განსჯის და ეს კარგი ხალხი ან ვიცით აი საშინელი სამჟავო. საშინელი სამჟავო ყველასთვის არის, საშინელი სამჟავო ცვალების მერე ხდება. ერთნაირად უყურს ეხება. საშინელი სამჟავოს კონცეფცია არის, როგორ გითხრა იქ. აი ძალიან მარტივად გითხრა. რეზიუმირება საფრთხო გადაწყვეტილების. რომელიც ქნილებაში ცხადება, თორემ მან წინ ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია იცის. ჩვენ ახლა ამჟელობას გავყვეთ ასე, ხო? არა. შეიძლება განსაწვენდელი სიდიამდეც მივიდეთ. აი მაგალითად მაქსიმე აღსარებელი მიდის ნელ-ნელა გრიგოლ-ნოსელეს და ჩერდებიან რა. იქით ანუ უკვე ირღვევა. ლოგიკა იყო, ანუ ღმერთმა იცის. ეს ფილოსოფოსს ეკითხება მოწაფე. დედამიწა რაზე დგას? სამყარო რაზე დგას და კუზე. ის კურაზე დგას. და იმ კულსო თითო ფეხი თითო კულზე უდევს და ის 4 კუო იმათაც შეხედა ამზო იქ ბევრი კუები არიან და თავი დამალებული და ანუ ამას უნდა ჩვენ მივჩვენოთ. რა მინდა გითხრა? აი დიდი მამების აი ძალიან დიდები, აი რომ მიდიან აი აქ ხო? ჩერდებიან და აი მე ვიცი რა მასწავლა ხმებთ. მითხარ აი თუ გინდა ცხონება აი ასე. დანარჩენი ისაც გააკეთეს აი ჩერდებიან ბაბალაპარაკი. იცი ასე თუ არ გავაკეთე, მასთან ვერ ვიქნებ. უნდა ამიტომაც არის რომ რაღაცა საზოგადო მაცხოვნებლობაზე ასაუბრებს ქრისტიანობა საუბრობს პიროვნების მაცხოვნებლობაზე. შენ იცხოვნე შენი თავი, იცხოვნე ეგოისტი იყავი კი არა. ანუ შენ შეეძებე ის რაც ღმერთს გაცილებს. როგორც კი შენ ამის ძებნას დაიწყებ, აღმოჩენ შენ აღარ ცალია. იმის საწმად სხვა საწილებს ღმერთს. ნუ და ვერ მოიცლი. კარგი დავასრულოთ.